სალამი ხალხო, თქვენ უყურებთ პოდკასტს მერანი და დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჰომეროსის ოდისეას. სანამ უშუალოდ წიგნზე გადავალთ, ჩვენი თხოვნა იქნება, რომ არხი გამოიწეროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ლიტერატურათმცოდნე და ჩვენი ლექტორი ბატონი ზაღო ჩხეიძე. მადლობა ბატონო ჩვენს პოდკასტში. აი დავიწყოთ ზოგადი კითხვით, მაშინ და გადავიდეთ პირდაპირ წიგნზე, ხო? რატომ არის ეს წიგნი ესეთი მნიშვნელოვანი თუ არის საერთოდ ლიტერატურის ისტორიისთვის და ზოგადად ლიტერატურისთვის? გააჩნია ალბათ საიდან შევხედავთ ამ საკითხს. იყო ბევრი ასწლეული კაცობრიობისთვის, როდესაც ჰომეროსის სხვა ტექსტი უფრო მნიშვნელოვანი და უფრო გავლენიან ნაწარმოებად ითვლებოდა და მიმბაძველიც, ასე ვთქვათ, გაცილებით მეტი ყავდა. მაგრამ დაახლოებით რომანტიზმის პერიოდიდან, ქრისტიანულ პერიოდს გულისხმობ, ცხადია, დაახლოებით რომანტიზმის პერიოდიდან ოდისეა მეტისმეტად დაწინაურდა, ასე ვთქვათ, ილიადასთან ბრძოლაში. დაახლოებით ესე შეიძლება ვთქვათ. რა შეგვიძლია ვთქვათ მაგის მიზეზად? ალბათ ამის ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეპიკური თხრობის ფორმები ჯერ ერთი პრინციპულად შეიცვალა და მეორე ნაწილობრივ ალბათ ჯერჯერობით მაინც ჩაბარდა წარსულს. ოდისეაში რა აღმოჩნდა იქ თხრობის სტილის მნიშვნელობა, რომ მე ოდისეას ატაცება დაიწყო ხალხო? ხო, ეს ალბათ დაკავშირებულია რომანტიზმთან, დაკავშირებულია მარინისტული კონტექსტის გაძლიერებასთან, დაკავშირებულია ეს რაღაც მოგზაურობის როგორც იდეის პოპულარობასთან და გარდა ამისა ადამიანური თვალსაზრისით, ჰუმანისტური დაახლოებით ესე შეგვიძლია ვთქვათ თვალსაზრისით, ოდისეა აღმოჩნდა უფრო კითხველისთვის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ილიადა. დაახლოებით ეს. იმიტომ რომ ალბათ თანამედროვე ინტერპრეტაციებისათვის ოდისეა გაცილებით გახსნილი, გაცილებით ღია ტექსტია ვიდრე ილიადა. ის მაინც უფრო ჩაკეტილია და მითოსთან მისი კავშირი შეიძლება უფრო ისეთი იყოს. მკაფიო. მე ზოგადად ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, მაგრამ კითხველისთვის დაახლოებით ალბათ ესე გამოვიდა. ინტერესანტი. ცოტა ტექსტთან დაკავშირებით კონტექსტი რო შეგვიქმნათ, სანამ უშუალოდ აბა როგორ? შინაარსობრივი ხო, დაახლოებით ეს შინაარსობრივი კონტექსტი, ღმერთების ამბავი და რაღაც. კითხველისთვის რო უფრო ახმადი იყოს მე ტექსტზე საუბარი რა. ეს არის ადამიანის ამბავი, რომელიც ბრუნდება ტროას ომიდან, უბრალოდ მოდის ტროას ომიდან, რომ ჯერ თავიდან ტექსტის დიდი ნაწილის განმავლობაში ის არსად არ ბრუნდება, უბრალოდ მოდის ტროას ომიდან, რომელსაც გარდახდება, ვთქვათ, ამ სვლის განმავლობაში სხვადასხვა თავგადასავალი, ეს თავგადასავალები წესით არ არის შემთხვევითი, რომლებიც მას გადახდება და საბოლოო ჯამში ჩადის ითაკაზე. თუმცა ეს წარმოადგენს თხრობის ძირითად, მაგრამ არა ერთადერთ ხაზს. იქ არის კიდევ ტელემაქეს ამბავი, ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც თავის მხრივ, უხეშად თუ ვიტყვით, ცხადია, ეს არასწორი ნათქვამია, უხეშად თუ ვიტყვით, მიდის მამის საძებნელად, ათენას რჩევით და მითითებით და ხდება გზაში მამის ძველ ნაცნობებს, ზოგს მეგობარს, ზოგს ნაცნობს, ხო? ეს არის ნესტორის, თქვათ, მისი ვაჟის, მენელაოსის, ელენეს ისტორიები, რომლებიც შემოდის ტექსტში.
მე გულწრფელად გითხრათ, ეს ტექსტი უფრო იმიტომ მიყვარს, რომ მასში არის ბევრი არამთავარი პერსონაჟი და საერთოდ მგონია, რომ ეს არის ალბათ საუკეთესო ტექსტი ზოგადად ლიტერატურის ისტორიაში, რომ არამთავარი პერსონაჟების კუთხით, იმიტომ რომ ასეთი შთამბეჭდავი მეორე თუ მესამე ხარისხოვანი პერსონაჟები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი თავის განმავლობაში ჩანდნენ და მე კრებოდნენ მკითხველისათვის, მაგრამ ამხელა კვალს ტოვებდნენ ტექსტშიც და მსოფლიო ლიტერატურაშიც, მე სხვაგან მაინც და მაინც დიდად არ შემხვდრია, როგორ მოგატყუთ. ხო, დაახლოებით ერთ პერსონაჟს ხვდები, ვისაც გულისხმობთ. უბრალოდ თავიდან ცოტა შორიდან მოყვეთ ერთ-ერთ ლექციაში თქვენ ამბობთ, რომ ლიტერატურა იბადება მითის ინტერპრეტაციიდან. ეს კონტექსტი რო ახსნათ ჰომეროსთან. უმბერტო ეკო ამბობს მაგას კი. ხო, ეს ძალიან ცნობილი მოსაზრება, ეხლა ამაში არაფერი ესეთი არის აღმოჩენა არ არის. ხო, ბერძნული ლიტერატურა ყოველ შემთხვევაში ეპიკური თხრობის თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში ტრაგიკული და დრამატული თვალსაზრისით, ესე თუ ვიტყვით, იბადება მითის ინტერპრეტაციიდან. ანუ როგორც წესი ბერძენი ავტორები, ყველა პიესა, რომელიც ჩვენ ვიცით, ან ტექსტი, რომელიც პოემა ბერძნული, რომელიც ჩვენ ვიცით, დაფუძნებულია სწორედ მითების სიუჟეტებზე. უბრალოდ ბერძენ ავტორებს აქვთ ესეთი პოზიცია, ესეთი დამოკიდებულება, რომ ეს მითის სიუჟეტი არ უნდა იყოს გადმოტანილი ერთი რომელიმე კონკრეტული ფორმით და მნიშვნელოვანია საავტორო ჩარევა, ასე ვთქვათ, არა მაინც და მაინც სიუჟეტის შეცვლის თვალსაზრისით, არამედ აქცენტების იმგვარად გადასასმელად, რომ მკითხველის, ვთქვათ, მსმენელის მაშინ მაყურებლის თეატრში ფიქრი და განცდა წავიდეს რადიკალურად განსხვავებული გზით და არა იმ კუთხით, რა კუთხითაც ვთქვათ, მისთვის აქამდე ნაცნობი იყო. და რატო აკეთებენ ამას? ამის მიზანი რა არის, ასე ვთქვათ? ხო, მიზანი არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მაგისი რა არის? მე მგონია, რომ ბერძნულ, აი ამ ტიპის ბერძნულ ლიტერატურას აქვს, ასე ვთქვათ, ორი საავტორო ხერხი. ერთი მათგანი არის ცნობილ სიუჟეტში ფსიქოლოგიური აქცენტების იმგვარი გადასმა, რომ ავტორმაც და თქვათ, მკითხველმაც განსხვავებული შედეგი მიიღოს და მეორე არის, ხა ეს ოდისეას შედარებით ნაკლებად ეხება, მეორე არის გამოუვალი მორალური წინააღმდეგობების შექმნა. დანარჩენი ყველაფერი პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ტექნიკური ოსტატობა. ყოველ შემთხვევაში ეს ორი რამე არის ისეთი რაღაცა, რაც მერე ვთქვათ, მე-19 საუკუნეშიც, იქამდეც პრინციპში, ვთქვათ, რენესანსის პერიოდში, მაგრამ განსაკუთრებით მე-19 და მე-20 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანი ხერხები აღმოჩნდა ევროპული ლიტერატურისათვის. ის რაღაც, რასაც თქვენ ამბობთ, როცა რასაც უმბერტო ეკო გულისხმობს თავის ცნობილ გამოსვლაში, იქ ლაპარაკია იმაზე, რომ ლიტერატურა არ ემსახურება ჭეშმარიტებას, არ ემსახურება, ვთქვათ, ისტორიის, რაიმე ისტორიის ობიექტურ აღწერას, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია მოვლენის სუბიექტური, შესაბამისად ინტერპრეტირებული ნახვა. ეს დასავლურ, ანუ მაგალითად გილგამეშის არ ვიცი, არა, ჩემი არა. მგონია, რომ გილგამეშიანი არ იგულისხმება. მან და იგულისხმება მკვეთრად დასავლური, ასე ვთქვათ, საავტორო ლიტერატურა. იმ ჭეშმარიტების ნაწილი რო ავიღოთ და ოდისეას რომ მოვარგოთ. ჰომეროსის ხო ზუსტად ეგრე აკეთებს ტექსტს, რომ ტექსტში ჭეშმარიტება არ არის მნიშვნელოვანი. ის სამყარო არის რაღაც რა როგორიც არის, იდეალურია თავისი ფორმით და მაგნატელს რო გავყვეთ და პერსონაჟებიც სამყარო. არა, ტექსტში ძალიან ცხადია ეს, ანუ ეს არის რა ქვია, ეხლა ჰომეროსი გასაგებია რომ პირობითი ის არის რა ქვია მაგაში, ავტორი ხო ამაზე. გავიგე რომ ბევრი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ნუ ჩემი აზრით ეს არა მხოლოდ ჩემი აზრით, რასაც პირველი ახლა ჩემი აზრი მნიშვნელოვანი ცხადი არ არის.
პირობითი სახელია და სულეთ ცხადია ხა ილიადასაგან რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაციებია ისტორიების, პერსონაჟების, მათი ხასიათობრივი ცვლილებაც სრულიად მკაფიოა, ამბებთან დამოკიდებულების ცვლილებაც სრულიად მკაფიოა. ასე რომ მაგაზე ხა რო ვთქვათ, საკუთრივ ოდისეა ილიადას ინტერპრეტაცია, მაგაზე დავას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აქ აცარი ეგარ. ეგ სხვანაირი, ანუ სხვა კუთხით რო ვხედავთ პერსონაჟებს. ეგ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანი ხდება აქ, თუ უბრალოდ სხვა კუთხით გვანახებს. ანუ იგივე სხვა არის. ის ოდისევსის ტიპის პერსონაჟი, ანუ სახელი აქ ერთი და იგივე და ისტორია აქ ერთი და იგივე, თორე ისე სხვა პერსონაჟი. აჰა, ანუ საერთოდ სხვა ხო, რა თქმა უნდა, ხა აგამემნონია აქ და აგამემნონი ვთქვათ, სხვა რომნებისმიერ ანტიკურ ტექსტში განსხვავებული პერსონაჟები არიან ელენე, ხო, ჰომეროსთანაც. ელენეს პერსონაჟი აქ და ვთქვათ, ილიადეს აბსოლუტურად სხვა პერსონაჟი. ნესტორი აქ და აბსოლუტურად სხვა პერსონაჟები, აქილევსიც კი აქ და ვთქვათ, იმაში ისე როგორც აიანტი და ასე შემდეგ. რადიკალურად განსხვავებული, ანუ სრულიად სხვა ფსიქოტიპები არიან. სხვა მითი რა ქვია, ბედისწერითი დამღით, სხვა მიდრეკილებებით, სხვა ვინმეა. მთავარი ამბავი ეგ არის ზუსტად რა, რომ სხვა უნდა გამოვიდეს. მე მახსოვს გუშინ თუ რამდენიმე დღის წინ ლუკა მიხსნიდა, რომ მოკლედ ჰომეროსთან, როდესაც რაღაცა პერსონაჟი სხვადასხვა თვისებებს ხედავ, ეგ ნიშნავს, რომ იგივე ტიპია, უბრალოდ სხვადასხვა კუთხიდან განახილავს. და თუ ილიადაში დაუშვათ აგამემნონი სხვა ადამიანია და ანუ სხვა მხრიდან გვანახებს ჰომეროსი აგამემნონს ილიადაში და აქ სხვა ტიპია, აიანტი, ელენე და ასე შემდეგ. ეგ იმას ნიშნავს, არა, ეგ არის რომ ერთი და იგივე ეპიზოდში მათი რეაქციები სხვადასხვანაირია. ანუ სხვადასხვა ეპიზოდში სხვადასხვანაირად კი არ იქცევიან. ერთსა და იმავე ეპიზოდში მათი რეაქციები, ანუ ერთი და იგივე ერთსა და იმავე ეპიზოდს რო აღწერს ავტორი, ორი სხვადასხვა ტექსტში, ან ორი ავტორი სხვადასხვა ტექსტში, ერთსა და იმავე ეპიზოდის აღწერისას. აქცენტს იმგვარად გადასვამს თხრობისას, რომ განსხვავებული ფსიქოტიპი მიიღება. იქ შეიძლება რაღაც ეპიზოდში გაუხარდა, იქ შეიძლება გაბრაზდა, აქ სხვა რამე იგრძნო რადიკალურად. უშუალოდ ერთ ტექსტში პერსონაჟი ისეთ რჩება, როგორც თავიდანვე არის, და უბრალოდ ემატება მერე. ხო, ეს არ არის ეგრეთ წოდებული განვითარებადი პერსონაჟი. ზოგი ეძახის სტატიკური პერსონაჟები. ხო, ხო, ეგ ალბათ უბრალოდ სწორი ის არის. ამ პერსონაჟი არ იცვლება. ვითარდება, მაგრამ არ იცვლება. ხო, სადღაც წამიკითხავს და მომისმენია, რომ ტელემაქე არის ერთადერთი არასტატიკური პერსონაჟი, იმიტომ რომ რაცა ტექსტის დასაწყისში რომ ტირის რაღაცებზე, ტექსტის ბოლოში მაგას არასდროს გააკეთებდა, რა მაგ ელემენტს დაკარგავდა. მაგ განბავთან შეიძლება რომ ტელემაქეზე ვიფიქროთ, რომ ერთადერთი არასტატიკური პერსონაჟია. არ ვიცი, მე სიმართლედ ეგეთი გამონაკლისების არ მჯერა, თუმცა მესმის რომ ეს მოსაზრება შეიძლება ლოგიკური იყოს. ხო, მაშინ შეიძლება რომ უბრალოდ იმას რომ ტელემაქეს ვერ მოუხერხებია აღმოიჩინა ის გზა, რომელზეც უნდა იაროს ჯერ. მე ვხვდები რითი რა შეიცვალა ტელემაქეში დასაწყისსა და ბოლოს შორის. ანუ აი ჰამლეტთან სრული პარალელი გამოდის, მაგრამ ცოტა ჰამლეტს რო შევადაროთ რა, რომ ტექსტის დასაწყისში ჰამლეტი როგორიც არის, რომ ანუ სუსტია, ის ვერ ახერხებს გაბრძოლებას, ასე შემდეგ, მაგრამ ტექსტის ბოლოს ის არის დაუნდობელია, ყველა მეორეს კლავს უნდა შეხვდება, რა. და ტელემაქესთან საერთოდ ეგ პრინციპი ჯდება, რომ ტექსტის დასაწყისში მას ძალა არ გააჩნია. არ ვიცი, იმიტომ რომ მაშინაც როცა კლავს ტექსტში სულაც არ არის ცხადი, რომ ძალა გააჩნია. ეგ ნიშნავს. ანუ შენ მაგაში გულისხმობა, რომ ტელემაქე არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც არ იცვლება ტექსტში? პირიქით, იცვლება. ერთადერთი რომელიც იცვლება? ხო. ნუ ეგრე რაღაც მოვისმინე რა. მესმის ლოგიკა, ჩემთვის ლოგიკა გასაგებია, უბრალოდ მე დიდად არ ვემხრობი ხოლმე ეგეთ გამონაკლისებს რა, იმიტომ რომ რაღაცა თუ ხდება ჩემი აზრით, უნდა ხდებოდეს ბევრგან რა. და რამდენიმეგან მაინც მათ შორის ტექსტში არ მჯერა რომ ეგეთი რაღაცეები ტექსტში შემთხვევით შეიძლება გავარდეს. მით უმეტეს ამ სიშორისში დაწერილ ტექსტში ესე ვთქვათ რა. როცა ეგ უკვე ცნობიერად ხდება, ხო, მე ეს გასაგებია. მაგრამ აი გაუცნობიერებლად ახლა პერსონაჟი შემხვდა, რომელიც თან იცვლება და თან 2000 რაღაცა წლის წინანდელია.
ვიცი. მესმის რომ ლოგიკურია მოსაზრება არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. თუმცა ჩემთვის ცოტა ისეთია რა, თვითიდან გამოწვეული. ან თქვენ წარმოგიდგენთ ტელემაქე ტექსტის დასაწყისში როგორი ისედან სხვისი მოკლეს უნარი რო იდეაში არ გააჩნდა ბოლოში რომ ჩვენ არ ვიცით გააჩნდა თუ არა. მაგრამ 50-100 ყავს სახლში მესმის რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებს რომ გაიბრძოლოს მაგრამ მაინც ანუ ის რომ ჩვენ აქ ლაბორაკი რაზეა როცა ამ ტიპის პერსონაჟებზე ლაბორაკობთ ლაბორაკი არის იმაზე რომ ეს პერსონაჟი A პუნქტში რო ერთნაირია და რაღაცნაირია და B პუნქტში მერე კიდე რაღაცნაირი და C პუნქტში კიდე რაღაცნაირი იმ C პუნქტში როგორიც არის A პუნქტში როგორიც იყო ისევ ისეთიც არის და B პუნქტში როგორიც იყო ისევ ისეთიც არის ხო ანუ ამ ნაწილების უარყოფა არ ხდება ანუ ეს წინა ნაწილები მოყვება ამას და ავტომატური რაღაცნაირი ჰიპოთეტური დაშვებაა რომ ეს თქვათ სხვა ეპიზოდში როგორიც არის ისეთი პირველ ეპიზოდშიც იყო უბრალოდ გარემოებები იყო იმგვარი რომ თავისი რაღაცა სხვა ნაწილი გამოამჟღავნა მერე ხო ანუ გარემოებები არ ქმნის კლასიკური წარმოდგენით გარემოებები ვერ იქნება ქმედების აღმძრავი მექანიზმი ის მათ მხოლოდ გამაღიზიანებლის როლი შეიძლება ჰქონდეთ ანუ ჩვენებურად თუ ვიტყვით კოკასაში განაცადგას იგივე ეს პრინციპია რა წარმოდინდების და ის რაღაცა თვისებები რომელიც თქვა იქ იყო ხო ტელემაქეში უბრალოდ რაღაც მახასიათებლები რომელსაც ავლენს ტელემაქე მე თქვა სასწავლებლის დახოცვის ეპიზოდში ანიკ ხის მწყემსის დასჯის ეპიზოდში ხო ეგ ესენი რა ქვია ელემენტები ავტომატურად იგულისხმება რომ ადრეც ქონდა უბრალოდ შესაბამისი გარემო ხო მაგნიტრეკილებების გამოსამჟღავნებლად შეიძლება არ ყოფილიყო რა აზრი არის ეგეთი რომ ერთი და იგივე მერე რაც ფოლკნერთან არის მნიშვნელოვანი და ამ ტიპის ზოგადად ლიტერატურაში როგორც არის მნიშვნელოვანი რომ ერთი და იგივე თვისება შეიძლება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფორმით გამოიხატებოდეს და ის რომ ფორმები გამოხატვის ფორმები კატეგორიულად განსხვავდება ერთმანეთისგან საერთოდ არ ნიშნავს მახასიათებლის ცვლილებას ანუ მანდ ეხლა მე როგორც გავიგე რა გარემოებები ვსდგება ეგ აღიზიანებს რაღაც თვისებას პერსონაჟში გამოხატოს და ანუ შესაბამისად ადგილი არ რჩება პერსონაჟისთვის რომ მან ისეთი თვისებაც გამოხატოს ან მიიკეროს რაც არ აქვს ანუ მე რო ეხლა შევეცადო ამ სამყაროში რომ პერსონაჟი თვისობრივია კლასიკური პერსონაჟი არის თვისობრივი ვერ გაცდება თავის ვერავით აპირიქით ხო ვერაფრით ვერ გაცდება და მაქსიმალური ზღვარი რა არის მანდ საკუთარი თავის აბსოლუტური გამოხატვა ანუ წინასწარ აქ განსაზღვრული დეტერმინირებულია რა თქმა უნდა კლასიკური პერსონაჟი დეტერმინირებულია ეგ თავისუფლების იდეასთან როგორ თავსდება ბერძნულში ეგ იდეა იმ ფორმით მაინც და მაინც არ არის რა ფორმითაც ჩვენ წარმოგვიდგენია მაგას დავა და სხვადასხვა მოსაზრებებია მაგრამ მე მგონია რომ ბერძნულში საერთოდ არ იყო ეგ იდეა იმ ფორმით რა ფორმითაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ მაგრამ ყველაზე ახლოს ალბათ არის შუა საუკუნეების გაგებასთან თავისუფლების რა არჩევანის არა პირიქით არჩევანი როცა არ არის ან შუა საუკუნეებშიც თავისუფლება ხო დეტერმინირებულია ანუ ქცევის თავისუფლება ანუ არჩევანი არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ მიეწერება რა ანუ ტექნიკურად არჩევანი ხორციელდება მაგრამ სინამდვილეში მას რაღაც ეგზისტენციალური თუ სულიერი თუ რაღაცა კიდე არ ვიცი მნიშვნელობა არ მიეწერება ანუ სამყაროსეული მნიშვნელობა არჩევანს არ აქვს ეს მე-19 საუკუნის ბოლოს რომანტიზმთან ერთად ჩნდება რომ ჯერ გვიან რენესანსში იწყება გასაგებია მაგრამ ლიტერატურაში სინამდვილეში მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნეში ჩნდება ეგ ახალი გაგება ხო და კლასიკური გაგება არის რომ თავისუფლება დეტერმინირებულია რა შენ თუ გააქვს ამისი რაღაცა ნიჭი გააქვს თუ არა გაქვს მორჩა დამთავრდა მაგრამ როგორც ნიჭი როგორც თვისება ისეა რა რაღაცა მაგალითად ხატვის ნიჭი თუ გაქვს დახატავ თუ არა გაქვს ვერ დახატავ კაი, ამ შემთხვევაში მაშინ ტელემაქეზე, ან მე ძალიან მომწონს ტელემაქე, როგორც მომწონს მისი ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით, კი? ხო, აი, მაგაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს მთელი ეს გზა, რასაც ტელემაქე გადის, რაღაც აღვქვამ როგორც წვალებად
კაცად შედგომის გზაზე რა. მე ეგრე წარმომიდგენია, მაგრამ ბოლოსკენ ვერ ხვდები შედგება თუ არა, უფრო მგონია რომ წარუმატებელია ეგ მცდელობა. გაჩნია რა სიტყვით მისგან. აი ოდისევს რა თვისებებიც აქვს, მაგალითად ტელემაქეს ვერ გადმოყვება. ხო, მესმის რომ წინასწარ რაღაცა განსაზღვრულია ეს ღმერთების მიერ ტელემაქესთვის, მაგრამ აი მე უფრო სიამოვნებოდა ესე ვთქვათ, რომ ტელემაქე ბოლოს სასიძვების შემოსვლის ან უფრო მაგალითად სანამ ოდისევსი დაბრუნდება მარტო რო არის სახლში. აი მაგ ეპიზოდებში რომ ცოტა უფრო გამბედავი ტიპი იყოს. აი ვერ ხედავ საკმარის ენერგიას მასში, რაც ჩემში სიმპათიას გამოიწვევდა. და ის არ არის მთავარი პერსონაჟი და მას არ უნდა კონდეს ეგ ენერგია. მას რო ეგ ენერგია კონდეს, მაშინ მთავარი პერსონაჟი უნდა იყოს. რაც ვარიანტი არ არის. არ შეიძლება, მაგალითად მთავარი პერსონაჟი რო არ იყოს, მაგრამ ენერგია მთავარი პერსონაჟი რო არ იყოს, მაშინ ეგრე აი ამ თავგადასავლის მოდულში ხო უნდა აღმოჩნდეს. უბრალოდ ეგ ენერგია რო კონდეს, რასაც თქვენ ამბობთ. თავგადასავლის მოდულში ხო უნდა აღმოჩნდეს. ხო, თავგადასავლის მოდულში. მე მაშინ და მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია თავგადასავლის მოდულში როგორ უნდა აღმოჩნდეს. მაგრამ ილიადაში ხო რაღაცნაირად ეგ ხერხდება, რომ ყავს პერსონაჟები, რომლებსაც აქვთ ეგ ენერგიები. მაგრამ ოდისევსი ხო არ არის ილიადაში. ხო, მაგრამ ისინი ამბით თანასწორნი არიან. ამბით ანუ თავგადასავლის. ტროაში ამრიან ისინი ყველანი და ხო, ამბით თანასწორნი არიან. ანუ ოდისეაში ტელემაქე და ოდისევსი ერთად ყოფილიყო მოგზაურობაში. ან რაღაცა ორი თანაბარი ხაზი იყოს რა, არა ის ფიქტიური ხაზი, რომელსაც ტელემაქე გადის. არამედ ნამდვილი სათავგადასავლო ხაზი რო იყოს. ანუ წინასწარ ვიცით ფაქტობრივად რომ ვერ ექნება მაგდონის ენერგია წიგნის ბოლოს. ხადია რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თავი პერსონაჟი არ არის. იდეაში მე მინდა ანუ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟიც კი არ არის თორე კი არა. რატო? რანაირად არის? მეორე ხარისხოვანიც არ არის, ანუ უფრო ხო, ალბათ მესამე მეოთხე ხარისხოვანი პერსონაჟია. მაშინ ვინ არის მეორე ხარისხოვანი? შეგვიძლია ვთქვათ რომ პენელოპე არა, მან ხო ის არის კიდე რა ქვია, ტექსტისთვის მნიშვნელობაზეც არის ლაპარაკი არა? ცირცე. გარდატეხის. არა, სუბთად მოქმედების ხანგრძლივობის თვალსაზრისით. ხო, შეიძლება ითქვას. პენელოპე არის და ხო, ჩემთვის ახლა მე ვერ ვიქნები ობიექტური, იმიტომ რომ ამამწონს კი არა და ოზედად არ მეხატება ეგ პერსონაჟი და მგონია რომ რაღაცნაირი ისეთი რამეა, მაგრამ ხო რა, ну ეხლა ცოტა ალბათ ხო, ну შეგვიძლია შევთავაზოთ რომ კი ბატონო მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია. ეგრე შეგვიძლია რომ შევთავაზოთ. ის სასიძვეები არიან, რომლებიც ხო ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია. ხო. რაც კითხვა გინდათ. ხო, მე იმიტომ რომ ბუდიში ის რა ქვია, ტექნიკურად ხო ესეა, რომ ტელემაქე ძალიან ამოგლეჯილად გვხვდება ტექსტში. გვხვდება ტექსტის დასაწყის ნაწილში და მე გვხვდება მთელი ტექსტი მე აღარ არის. ხო. და მე ჩნდება ვთქვათ მე ხო ტექსტის მიწრულს ისიც ჩნდება ანუ პრობლემა ნაცით რომ ჩემი აზრით რომ პრობლემა კი არა და არგუმენტი იმისა რასაც მე ზეგან ვამბობდი იმ ეპიზოდებშიც კი რომელშიც ტელემაქე მონაწილეობს გარდა საწყისი ეპიზოდებისა ვთქვათ სასიძვეებთან მისი ეპიზოდებისა არსად არ არის მთავარი ანუ არსად არ არის მთავარი ვერ გაგიბი. არა, კი მივხვდი. უბრალოდ ეგ როგორ გამორიცხავს იმას, რომ ეგ რის არგუმენტია, რომ ანუ რომ ჩემთვის მეთქი რომ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟიც არ არის თქო, რო თქვი. იმ ეპიზოდებშიც კი, რომელშიც წესით თვითონ მონაწილეობს, ოდისევსთან ერთად კი არა, რაღაც სხვა პერსონაჟებთან ერთად. იქაც კი, როცა ჩვენ იმ ეპიზოდს ვკითხულობთ, ტელემაქე მთავარი პერსონაჟი არ არის. ან ნესტორის ეპიზოდში ტელემაქე მთავარი პერსონაჟი არ არის. მენელაოსის და ელენეს ეპიზოდში ტელემაქე მთავარი პერსონაჟი არ არის. მაშინ, როდესაც თქვათ, მაშინ რა ქვია, კალიფსოს ეპიზოდში, მიუხედავად იმისა, რომ კალიფსო და ოდისევსი ერთად არიან, კალიფსო მთავარი პერსონაჟია. ანუ სხვა, ასე ვთქვათ, მცირე გაქანების თუ ეგრე შეიძლება ითქვას, სიუჟეტური თვალსაზრისით მცირე გაქანების პერსონაჟები ოდისევსთან კონკურენციაში როცა შედიან, კონკურენცია არასწორი სიტყვაა, მაგრამ ისე ვთქვათ, გადაერთი ნიშნობით, ხო?
ოდისევსთან კონკურენციაში, შედიან კონკრეტულ ეპიზოდში თვითონ არიან თავარი. და არა ოდისევს. კაი არგუმენტია, მაგრამ ეგ ხო რეალურად იმას ნიშნავს, რომ აი ეს რაცა კაცობის გზა რო დავარქვით, შეიძლება იმ გაგებითაც იყოს, რომ ტელემაქემ უნდა შეეცადოს, რომ მე ეგ პრეტენზია მაქვს, რომ კარგად ეხა მაშინ თუ ეგ ხდება, რასაც თქვენ ამბობთ მოსაზრებაში, კარგად ეხა სადმე უნდა ხდებოდეს. სად ხდება? არა, მე არ მითქვია, რომ ბოლოსკენ რაღაცა ტელემაქე კაცად შედგება და ასე შემდეგ. უბრალოდ მე ბრძოლის მომენტში მაინტერესებს ტელემაქე. აი ამ გზას თავად როგორ აცნობიერებს და რას აკეთებს ამისთვის. მაგ მომენტში მაინტერესებს ზუსტად ტელემაქე და მაგიტომ მომწონს. და ცოტა ჩემთვის სუბიექტურად არ არის მეორე ხარისხოვანზე ქვემოთ ტელემაქე. ხო, არა, მე მესმის, რომ გეთახმებით, ჩემი ნათქვამი არასწორია და ის ნამდვილად მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია. უბრალოდ წეგან შევეცადე ამეხსნა, ჩემი ლოგიკა რაზე დგას. ანუ მუღამიც ეგ არის, რომ ტელემაქემ უნდა შეეცადოს, რომ მისი როგორც პერსონაჟის მნიშვნელობა ხარისხი მეორე ხარისხოვანი იქნება უფრო ქვემოთ, უფრო ზემოთ. აი ეგ აწიოს რაც შეიძლება ზემოთ. ენერგიის გაზრდა ხო მაგას ნიშნავს. ხო, კი, მაგრამ აი როცა ლაპარაკი არის იმაზე, რაზეც წეგან ამბობდით, ხო? მან ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის, რომ არასწორად არ ვიცი ახლა არის სწორი თავის მხრივ ესე თქვა, მაგრამ თავისებურად გაიგება ათენას დავალებაც და ტელემაქეს წასვლაც ნესტორთან და მენელაოსთან. გაიგება როგორც დამოუკიდებელი თავგადასავლის ნაწილი და არა როგორც ჯარების შეკრების და ვთქვათ რევანშისტული სურვილი სასწაუების დამარცხების. დამოუკიდებელს რა ხდის მან? ხო. დამოუკიდებელს რა ხდის რა? დამოუკიდებელი მოგზაურობა. ანუ თუ ის გასაზრდელად მიდის, ეს დამოუკიდებელი გზაა. და არა ისა, მივხვდი. ანუ იქ ხო, ანუ თუ ჩვენ არ გავაკეთებთ დაშებას, რომ იქ ათენა ტელემაქეს ატყუებს, სხვა რამით უშვებს და პირდაპირ გავიგებთ ასე ვთქვათ ათენას ნათქვამს, მაშინ არის რომ ეს შედარებით მცირე ზომის, მაგრამ რაღაც დამოუკიდებელი თავგადასავალია. თავგადასავალი კი არის, მაგრამ დამოუკიდებელი ამ ძირითადი სიუჟეტიდან განშტოებაა და არა ცალკე თხრობის ხაზი. ჩემთვის ეგ ის იყო. დამოუკიდებლად უფრო აგვიქვი, ვიდრე იმის ნაწილად, ოდისევსის ნაწილად. ოდისევსის ნაწილად არა, სახლში რაც ხდება იმის ნაწილად. არა, ხო, მაგაგებითაც მაინც დამოუკიდებლად აგვიქვი მე. ხო, ესმის, უბრალოდ ჩემთვის არის რომ ნესტორთან და მენელაოსთან მისი წასვლა კაფიოდ დაკავშირებულია მისთვის განცდითად უკვე გარდაცვლილი მამის მეგობრებთან მიზანი არის რომ შევხვდეს მეგობრებს და თხოვს დახმარება. რასაც არაერთხელ აკეთებს ერთ ეპიზოდშიც და მეორე ეპიზოდშიც და უკმაყოფილებასაც კაფიოდ გამოთქვამს ნესტორთანაც და მენელაოსთანაც, იმიტომ რომ მისი წარმოდგენით რაღაცები სხვანაირად უნდა ხდებოდეს და გამოდის რომ არ ხდება. დამოუკიდებელ მოგზაურობად რო აღვქვათ, იდეაში მე შეიძლება მაშინ მიზანი უნდა იყოს. თვითონ გახდეს სახლის პატრონი. ამ მამამისის ფიგურის მსგავსი ფიგურების აღქმით შეძლოს თვითონ მაგის საფუძველს არაფერი არ გაძლევთ. მაგ ფიქრის საფუძველს. იმიტომ რომ ის არიზდება მენელაოსთან ნესტორთან ურთიერთობისას ის არაფერს არ სწავლობს, მენელაოსთან ურთიერთობისას ის არაფერს არ სწავლობს, ელენასთან ურთიერთობისას ის არაფერს არ სწავლობს. მაგრამ მაგის ბრალია. ტელემაქეს ბრალია რო არ სწავლობს. გავიგე და პერსონაჟი უნდა შეიცვალოს კაცს და როდის იცვლება? ხო, მაგრამ უკან თქო რომ მიზანი იყო ეგო. ვისი? ათენას მიზანი. რო გაუშვა, მიზანი იყო ის, რომ ამას მამამისის ძმაკაცები ენახა, შესაბამისად მამამისის ნაირ ათენას მიზანი არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, იყო თუ არა, ეგ შეიძლება იყო, რომ ისე თქვია, მოარიდა იქაურობას და რაღაც ტიპის ხელშესახები ინფორმაცია მიაწოდოს. ხელშესახები, ხო, რეალური ხელშესახები ინფორმაცია მიაწოდოს. ტელემაქეს უკვე მისი მამის მეგობრების გავლით, იმიტომ რომ ათენამ ხო შესანიშნავად იცის, რომ იქ წასული ტელემაქე ვერაფერს ვერ გაიგებს იმასთან დაკავშირებით, რაც მართლა აინტერესებს ტელემაქეს. ხო, ტელემაქეს აინტერესებს, რომ მამამისის ამბავი ხო არიციან, რა ცოცხალია თუ მკვდარი ხო არიციან და რავი არიციანი ხალხმა და ჩვენც ვიცით, რომ არიციან მე. კაი, მან მნიშვნელოვანი იყო ის
თვითონ მამის ფენომენი რა ამ წიგნში, ან ზოგადად ბერძნებთან როგორი დამოკიდებულება აქვს პერსონაჟებს მამასთან. მე როგორც აღვიქვი, უფრო ქრისტიანობას რო შევადაროთ, რაღაცა მსგავსების ისა აქვს ჩემი აზრით პერსონაჟებს, ანუ უნდა ემსგავსო მამას, აი როგორც ქრისტიანობაში არის, რომ ქრისტეს უნდა ემსგავსო. ეგრე აღვიქვი, რომ მამა არის რაღაცა ფიგურა იდეალი, რომელიც უნდა აიღო შენს რაღაცა დანიშნულების წერტილად. და იქ არის რომ მე ათენა ეუბნება თუ არ ვთქვით ელემაკეს, რომ მცირედნი უტოლდებიან მამად, უმცირესნი აღემატებიან და აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ ვერც მიდის მათ დონემდეო. ანუ რაღაცა ეს მამის ფენომენი არის რომ ან საუკეთესო შემთხვევაში უნდა აჯობო, უფრო მაგარი უნდა გახდე, მე მგონი ოდისევსმა რაც ქნა ლაერტესთან მიმართებით, ალბათ ეგრე, ანუ უფრო მაგარი ტიპი. ოდისევსის თაობის მაგ ტიპის პერსონაჟები, მათი უმრავლესობა ცხადი აღემატება ამებს. ხო და რა დამოკიდებულება აქვთ მამებთან? დიდი პატივისცემლური. ანუ ეს არის ლიტერატურა, სადაც განსაკუთრებით ბიჭიშვილების, პრინციპში გოგოშვილების მხრიდანაც, მაგრამ განსაკუთრებით ბიჭიშვილების მხრიდანაც ხშირად მამის ხატი ერთგვარად საკრალიზებულია. და სრულიად განსაკუთრებული როლი ენიჭება. უნდა იმსგავსო ამ ხატს თუ უნდა სცლიო? არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ ხატია შექმნილი და მორჩა? ეს ანუ ემსგავს არ ვიცი უბრალოდ რამდენად სწორი სიტყვაა რა. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ამ პერსონაჟებს აქვს თავიანთი გზა. ხო. და ეს მიმართება მამასთან არის ხშირად უმრავლეს შემთხვევაში არის დიდი სიყვარულით დამოკიდებულება. ანუ იცნობს მამას, არ იცნობს. არტექში ხო ბევრი ეპიზოდია ეგეთი, ხო ოდისევსის პერსონაჟი თავის თავადი გაქილებს ის პერსონაჟი შემოდის მერე და ისიც მსგავსი დამოკიდებულებით არის ხო? აი მამების დამოკიდებულებაც ბიჭშვილებთან, ხო? ეს პირიქით ამემართებას თქვა იგივე ნესტორთან მაგალითად, იგივე აგამემნონთან მაგალითად, იგივე აქილევსთან მაგალითად. ახლა გავიგერო თვითონ ოდისევსი ცუდი მამაა, მაგრამ შვილი ხო აგაი. ქმარიც არ არაკლებ ცუდია. აქ მას კიდე არა უშავს. იქ იყო ტელემაქე რო ჩადის ნესტორთან ერთი აი ძალიან ლამაზი ეპიზოდი. მოკლედ ნესტორი ხო ეუნება რომ მენელაოსთან გვაგზავნის და ის დღე რო თენდება, როცა უნდა გააგზავნოს შვილი რო უნდა გააყოლოს. აი აღწერა არის რომ ესე იგი როცა თენდება ნესტორი გამოდის სახლიდან და ჯდება იმ ქვაზე, სადაც მამამის უყვარდა ჯდომა. აი მან აი იყო აი ლამაზესი მომენტი რო წარმოვიდგინე, რა მაგით მივხვდი რა ისა აქვთ. დაახლოებით არქმის დონეზე გავიგე როგორი დამოკიდებულება აქვთ მამებთან ბერძენ პერსონაჟებს, რომ დილით კაცი გამოვიდა სახლიდან და იმ ქვაზე დაჯდა ზუსტად, სადაც მამამისი ჯდებოდა. ხო, ეს მემკვიდრეობითობა ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ეს მემკვიდრეობითობა არის დიდი სიყვარულის შედეგი თუ პროდუქტი თუ როგორც არის. თუმცა ტექსტში არიან პერსონაჟები, რომლებიც აი სასიცოების სახით რომლებსაც საერთოდ არ აქვთ იგივენაირი დამოკიდებულება მამებთან, ხო? რატო? ამიტომაც იხოცებიან. ანუ მოიცა სასიძოები იმიტომ იხოცებიან, რომ არა, ისე ვთქვი, ხა ეგ. არა, გასაგებია, ხო. რა ანტინოეს მაგალითად არა აქვს მამამისთან ეგეთ დამოკიდებულება? აუ, ტექსტში არსად არ ჩანს, პირიქით ჩანს. პირიქით ჩანს, ხო. ანუ პირიქით ჩანს, ანუ მამა ხო მარტო ეს არ არის რაღაცა ერთი ადამიანი, ხო? ეს არის რაღაც ტიპის მოწიწებითი თუ შეიძლება ესე ითქვას, პატივისმცემლური მიმართება, უშუალოდ მამის მიმართაც და ნუ მათ შორის იმ რაღაცა წინათაობის მიმართაც. რომ მამები აქ გამონაკლისები არ არიან. არიან გამონაკლისები, ანუ გამონაკლისებში რას გულისხმობთ? ანუ ვიღაცა მამა კაია და ვიღაცა მამა ცუდია, ეგრე არ მუშაობს რა ტექსტში. ანუ თაობის გაგებით არის?
არა, მამები ვინც არიან, მეტნაკლებად ტექსტში ვინც ჩანან ყოველ შემთხვევაში, ანუ ერთ კონტექსტში თუ ჩანან, ისინი მეტნაკლებად ერთგვაროვნები არიან, მეტნაკლებად თანაბრად პატივსაცემი, ხო? ხო. ანუ აი ნესტორის მიმართ მკითხველის დამოკიდებულება წესით და თქვათ ოდისევსის მამის მიმართ. აგერთეს მიმართ ისე რა ქვია, მკითხველის დამოკიდებულება წესით პრინციპულად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ხო. ანუ ისინი დაახლოებით ერთი მოდელის პერსონაჟი, გავიგე თვისობრივად განსხვავებული, მაგრამ ერთი მოდელის პერსონაჟები არიან. ისევე როგორც თქვათ, ისი რა ქვია, სხვა ტექსტზე რო გადავხდეთ ახლა ჰომეროსისა, ილიადაზე, იქაც ხო იგივე პრინციპია. იგივე პრინციპია, თქვათ, ესქილეს ტექსტზე რო გადავხდეთ, თქვათ, ორესტეს მიმართება აგამემნონთან, ხო, ესქილეს ტექსტს გულისხმობ ამ შემთხვევაში და თუნდაც ევრიპიდეს ტექსტს. კაც ეგეთი ისა რა ქვია, დამოკიდებულება და მე უკვე სოფოკლეს ტექსტებში ჩნდება ეგ, როდესაც თქვათ, შვილებს ხო მამის მიმართ. ამგვარი მიმართება. მე მინდა იმაზე. მამა ისეთი კაცია რა, პატივსაცემი. მე მგონი რაღაცა ისე მიუყვებით, ქაოტურად. იყოს რა. ხო. ანუ პროსტა ვაპარაკობ როგორც სავა ისე ვიღაცა. მოდის ვაპარაკობ იმას და აი მთელი ბოლო ერთი კვირა რაც იდეაში ტექსტის მომზადებას დავიწყე იმაზე ვფიქრობ, ჰომეროსი როგორ აგებს სამყაროს რა. და მაგაზე რო ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩემთვის ალბათ მე როგორც აღვიქვამ სამყაროს, ზუსტად ამაზე ხო ილიადაზე და ოდისეაზეა დაფუძნებული. და მაგაზე რო ვილაპარაკოთ, უბრალოდ ეხა რომ როგორია სამყარო ჰომეროსთან. როგორ აღიქმება ის პერსონაჟები, როგორ აღიქვამენ სამყაროს, როგორ გამოხატავენ თავიანთ თავს ამ სამყაროში და ასე შემდეგ. სამყარო შედგება სამყარო არ მთლიანი. მთლიანში გულისხმობა რომ მასში შედის როგორც ამათვის ორივე მხარე ხილულია, მაგრამ ჩვენი ენით რო ვთქვათ, მასში შედის როგორც ხილული სამყარო, ანუ ის სამყარო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ვთქვათ, ყოველდღიურობა მიმდინარეობს და ასევე შედის ეგრეთ წოდებული მიღმიერი სივრცე. ანუ სივრცე, სადაც ღმერთები და არ მხოლოდ ღმერთები მოსახლეობენ. აი, ონდეს ერთიანი სივრცეა, მთლიანი სივრცე. ხო. ტექსტში მე არის ესეთი მოსაზრება, რომ ხდება გაყოფაც ამ სივრცის, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ოდისევსი არ უნდა იყოს უბრალოდ უკანასკნელი, ვინც ტროას ომიდან დაბრუნდა, ის უფრო უკანასკნელი უნდა იყოს. დაახლოებით ესე შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ ეს მაინც არის ალბათ პირველი, რა თქმა უნდა, ის მითოსური აზროვნების პროდუქტია. რა თქმა უნდა, მაგრამ მასში არის დასაწყისი ეგრეთ წოდებული რაციონალური აზროვნებისა, რომელიც მერე რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ძლიერდება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება რენესანს პერიოდში. და პერსონაჟები როგორ აღიქვამენ მათი უბლივ არსებულ სამყაროს. ეს აღიქვამენ, ანუ წერმწე ხო, პერსონაჟების აღქმა და ავტორის აღქმა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ჩემი წარმოდგენით ეგრეა, რომ რეფლექსირებას ახერხებენ რაღაც მოვლენებზე, მე ახარისხებენ ამ რეფლექსირებიდან მიღებულ განცდებს. და ახარისხების შემდეგ ცნებებს უსადაგებენ და ამ ცნებებიდან მიდიან თლიანობასთან. სამყაროს თლიანობასთან. მე ეგრე აბამიდით აგვიხსენით ახლა გამბავი. ანუ აი რაღაცა მოვლენა რომ მოხდება პერსონაჟის ცხოვრებაში, ამ მოვლენის პოსტფაქტუმ ის ამ მოვლენაზე რეფლექსირებას შეძლებს. ანუ გადახარშავს მოვლენას. კარგი. ამ რეფლექსირებიდან გამომდინარე მიხვდება თავის განცდებს, რა მიმართება ჰქონდა მოვლენასთან, რომელიც მოხდა. ამ მიმართებიდან გამომდინარე მე ცნებები, რომლებიც მის გონებაში არსებობს, ისედაც ამ მიმართებებს დაუხარისხებს ცნებებს, შეუსაბამებს და საბოლოო ჯამში ცნებების ცოდნა და მოვლენების აღქმა დაჯდება ერთად და სამყარო თლიანობას დაანახებს. მე ყოველ შემთხვევაში ეგრე აღვიქვამთ. პოზიტიურად. ხო. ხო, კი ბატონო. მე უბრალოდ ახლა თქვენ კითხვას სხვანაირად სხვა კუთხით გავიგე და სხვა კუთხით მივდექი უშუალოდ ფიზიკური თვალსაზრისით. ხო, ფიზიკურით არ მინდოდა მაგიტომ ჩემი მაგალითი მოვიყვანე რა. ჰომეროსი მაგას როგორ ახერხებს ოდიში, ანუ იდეაში ტექსტში ახერხებს. მისთვის ხო პერსონაჟი მნიშვნელოვანია რომ პერსონაჟმა აღიქვას.
და არა ანუ ცოდნა ნაკლებად მნიშვნელოვანია, აღქმა არის თავარი მოძრება, ანუ იდეაში ტექსტში ანუ სიტყვა ცოდნა არ არის ნახმარები. ყველაფერი ან აღქმას ნიშნავს, ან დანახვას. ხო. და აი კიდევ ჩემთვის საინტერესო იყო ძალიან. და ერთადერთი პერსონაჟებს თუ დავარქმევთ, რომლებიც რაღაცის ცოდნას ატარებენ არიან მუზები. ხო, იმიტომ რომ მესი რა ქვია და შეიძლება იყოს ნესტორი. ხო, იმიტომ რომ მარტო იმიტომ რომ ის ბძენია, ხო. ხო, იმიტომ რომ აქ ხო ეს ხო ჯერ კიდევ ის იმ ტიპის ლიტერატურაა, როდესაც ადამიანის ეგრეთ წოდებული შინაგანი სამყარო და ადამიანი თვითონ არ არის გაუცხოებული ერთმანეთისაგან რა. ანუ ეს ორი მეს პრინციპი არ არსებობს. ძალიან მაგარია ეგ. არ არსებობს. ხო, მე აქეთაც ბევრგან არ არსებობს. აქეთ რომ მაშინ რა ქვია, აქეთა ლიტერატურაში რა 19-ში, მე-20-ში. ანუ ბევრია ის ავტორები, რომლებიც ხამრ იმას შექსპირს არ მიყვებიან, როგორც ვთქვათ. წერილები ხო და მიყვებიან ჰომეროს, ისინი ყველანი ცდილობენ, რომ ეგ მოდელი შეინარჩუნონ. რომ ეგ ფოლკნერი უფრო ისეთია, შემრიგებლური მაგ თვალსაზრისით, უბრალოდ მე ალბათ უფრო ჰომეროსისკენ გაურბის საბეჭდი მანქანა ვიდრე ხო, კამით აღარწევდა მეგონი ის უკვე. თომას ულფი შევაიგრე. ხო, თომას ულფი თავის მოთხრობებში ნამდვილად ეგრე შვება. კორტესარი მაგაზე დავშეილება. მაგრამ აი დევარში მეგონია რომ ხო, დევარ შეიძლება არა, მაგრამ რაღაცა სხვა ტექსტებში შეიძლება. ანუ როდესაც აი ის რაც არის ჯოისთან, ის რაც არის, ვთქვათ, შეიძლება თომას მანთან, ოღონდ ხო, პრინციპში მთლიანად თომას მანთან. თქვენ თქვით, რომ სამყაროში არ არსებობს ობიექტურობა აქ. რაღაც ეგეთი მახსოვს უნივერსიტეტში გითხარით, ხო? ანუ აქ ობიექტურობა არ არსებობსო, ჰომეროსის სამყაროშიო, აქ სამყარო არის თავისთავადი და ჩვენ უნდა შევიმეცნოთ. აი, ლუკა რო ამბობდა, ცოდნა არ არსებობს და უბრალოდ ჭრეტით მიემართები სამყაროსო. არა, ობიექტურობა როგორ მან ცოტა დავიბენი, ანუ თავისთავად თუ არსებობს ობიექტურია ვარანაირად. არა, მე გონია რომ სამყაროს ობიექტურობა სხვა არის და ის ობიექტურობა რომლებიც ადამიანებს ვაწერს სხვა არის. ანუ რახან თავისთავადია შეიძლება სამყარო არ აღიქმებოდეს ობიექტურად. ხო, ეგრე. ხო და ეგ რას ნიშნავს ანუ? ანუ პერსონაჟები თავიანთი თვისობრივი მიდრეკელებებიდან გამომდინარე აღიქვამენ სამყაროს. თვისობრივი. მაგრამ სამყარო ობიექტური. ხო, მაგრამ სამყარო ობიექტური. ხო. ფაქტების დონეზე და განცდის დონეზეც, ანუ სამყაროს თვითგანცდის პირობითად ესე რომ ვთქვათ დონეზე ობიექტური. კაი, აქ ეს თვისებები პერსონაჟებს და ზოგადად ეს რაღაცა წინასწართან დაყოლილი ისინი ხო აქვთ რაღაცები ამოვიწერე კონკრეტული პერსონაჟები, კონკრეტული სიტყვებით, ზეცართავის სახელებით. ეგ ხო კიდე ეპითეტი ყველას აქვს. ხო, აი მაგალითად რაღაცა ოდისევსი არის მრავალჭირნახული ასე შემდეგ. მან იყო ისეთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ჩემი აზრით, როცა ბაბუამისი დედის მხრიდან არქმევს სახელს. ხო, ეს სახელი დაბადების ეპიზოდი რომელიც არის. ხო, დაბადების ეპიზოდი და ანუ შვილიშვილს არქმევს მოძულებულს, ხო? დაახლოებით ეგრე. რატო აკეთებს მაგას და რას ნიშნავს ეგ? მაგას დავა შეიძლება ეხლა რატო აკეთებს ის კაცი მაგას, მაგრამ მან მთავარი ალბათ არის ის, რომ აი როცა დეტერმინირებულობასთან ვლაპარაკობთ, არის რომ სრულიად ბუნებრივია, რომ დაბადების მომენტში ავტორი იწინასწარმეტყველებს, გასაგებია რომ უკანა რიცხვით ასე ვთქვათ, მაგრამ აინც იწინასწარმეტყველებს როგორ იქნება ოდისევსი. ანუ რა ტიპის თვისობრიობა იქნება დამახასიათებელი მისთვის. მე სპეციალურად არ ვამბობ სიტყვა ხასიათს. იმიტომ რომ ხასიათი კიდე სხვა რამეა რა.
ყოველ შემთხვევაში ჩვენს მსჯელობაში ეგეთი პირობითობა შეგვიძლია რომ დავუშვით. ხასიათი კიდე სხვა რაღაცაა და თვისება არის რაღაც ძირითადი ფუნდამენტური ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს პერსონაჟის მიმართებას გარე სამყაროსთან. ანუ ავტორი იძენს ღმერთის ფუნქციას, ანიჭებს პირდაპირ პერსონაჟი როგორ იქნება? კი, უბრალოდ ავტორი კი არ ანიჭებს, ავტორთან არის რომ სამყარო ანიჭებს. ავტორი უბრალოდ ყვება. ოკეი. სამყარო მიანიჭა ადამიანს შესაძლებლობა, რომ წინასწარ მოეყოლა ადამიანზე რაღაც. ვერ მივხვდი. ვერც მე ვერ მივხვდი. ვერც მე ვერ მივხვდი. აბა რას ვერ მივხვდი. წერალი მაგითი. ანუ წერალი ღმერთის ფუნქციას კი არ ითავსებს, მეთქი უბრალოდ მთხრობელია და ყვება რომ ანუ წერალმა კი არ მიანიჭა პერსონაჟს რაიმე. არამედ წერალი ყვება რომ სამყარო მიანიჭა მწერალს, ისა პერსონაჟს. ხო და სამყარო მიანიჭა პერსონაჟს ძალა, რომ ძალა არა თვისება. მრავალწინახულობის თვისება. მე მეგონა ბაბუაზე გავედით რომ ბაბუას მიანიჭა თვისება, რომ ეწინასწარ თქვა თავის შვილიშვილის. არა, ბაბუ ამას აკეთებს ადამიანური თავისი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე. უბრალოდ სამყარო ჩაიფიქრებს რომ ეს არ იქნება შემთხვევით. მიხდი, უკუღმა წავედი. ხო, მე კიდე ის ეპიზოდი მომეწონა, რა ქვია. წინაზე უცხოზე ჩავწერეთ ეპიზოდი და მანდ იყო ესა მერსოს მეზობელი მოხუცი კაცი ძაღლი რო ყავს. ერთ-ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით იყო რომ დედამისის ის არისო, ანარეკლიაო, იმიტომ რომ დედამისი რო კვდება, ეს მერსო რო ჩამოდის უკან სახლში, მე ეს ძაღლი იკარგება და ვითომ ის რომ მოკვდა ეს დაიკარგაო. აქ გუშინ რო ვკითხულობდი არგუსის ეპიზოდზე ზუსტად მაგან გამიერვა რომ ოდისევსი რეალურად არგუსი ხო მცველი არის, ხო, ანუ რაღაცა 100 თვალი აქვს და დატოვებს მცველად, როცა წავა საბრძოლველად და რომ მოდის რის ცველად დატოვებს? სახლის. არა. აბა რის ცველად დატოვებს? არაფრის. აბა რატო დატოვებს საერთოდ? თან ხორცა იყონს. ეს მონადირე ძაღლია. მე ეგეთი განცდა დამჩარო თითქოს რაღაც, ანუ რადგანაც 100 თვალი აქვს, რაღაცა არა, ხო და ამბავი ეგ არის ზუსტად, რომ ეს ზაღლი მონადირე ძაღლია, იმიტომ რომ ტექსტში არის, რომ ეს მერე ვიღაცებს დაყავდათ სანადიროდ, როცა ახალგაზრდა იყო, ასე ვთქვათ. და არგუსი კი ქვია მაგას, მაგრამ ერთი მხრივ ეს არ ელაპარაკი იმაზე, რომ მონადირე ძაღლია და რაღაცა 100 თვალა პირობითად, რომ კარგად იპოვოს რაღაცა მონადირები, რა ვიცი, დაახლოებით ესე და მეორე ეს არის ალბათ კი არა და დანამდვილებით დადასტურება ოდისევსის ცინიკური ბუნებისა დაახლოებით ესე შეგვიძლია ვთქვა და უბრალოდ წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ეს კაცი რაღაცებს მომავალში გააფუჭებს და ღმერთებს ნერვებს მოუშლის. ვინ კაცი? ოდისევსი. თვითონ მის თავზე წინასწარმეტყველება? არა, თვითონ ფაქტი, რასაც ის ჩადის, ამით ავტორი გვეუბნება, რომ აი ეს თვისება ამ კაცს აქვს. რას ჩადის? აი არგუს რო დაარქმევს თავის ძაღლს, ეს იმისი რა ქვია, ჰერმესის ნათესავი კაცი. ჰერმეს თავისი ან წინაპარი ღმერთის, ასე ვთქვათ, ხო და ტექსტშიც თან გადაყვა ჰერმესი ოდისევს დასდეს კონძულიდან კონძულზე. აი ამ წინაპარი ღმერთის იმის რა ქვია, მტრის, ხო, ასე პირობითად რო ვთქვათ, მტრის სახელს რო თავის ძაღლს დაარქმევს, ეს უკვე ჩანს რომ კალპატიოსანი ეს კაცი არ იქნება. კაკეგილი. ხო, ეს კაცი იქნება უბედურის ერთი დაახლოებით ეგრე და ნუ მერე ტექსტში ჩვენ თანამედროვე თავისუფალი ინტერპრეტაციით შეგვიძლია ვაინტერპრეტიროთ, რომ რაღაცნაირად თითქოს მისი ალტერ ეგოა, ხო? ხო, იმიტომ რომ მოდის და ხედავს, მაშინ კვდება. ხო, ეს ძაღლი მოესრო, ეს თან ბრმა ძაღლი, რომელმაც იცნობს სუნით. რა ქვია მას. ეს ძალიან ეპიზოდია. გასაგებია, რომ რაღაცნაირი სიკვდილის მეტაფორა არის თან კიდევლებს ყველაფერს. ისეც რაღაცა გაზოლტავებულია ოდისევსი. ხო, მაგ ეპიზოდში კი ათენამ გარეგნობა შეუცვალა და ისიც არა, მაგიტო არა, ანუ ფუნქციურად ერთგვაროვანი პერსონაჟები აი სარკისებული პერსონაჟები გამოდიან. ოდისევსიც თავისი ფუნქციური, ასე ვთქვათ, ელემენტით სრულიდან გამომდინარე, ხო?
წესით სახში უნდა იჭდეს, არც და უნდა დადიოდეს და იქ იჭდეს და თოხნიდეს ხანას და უვლიდეს იმას, რა ქვია მაგას. ხო, თავის ბაღებს, იქ ლეებს და მსხავს და კიდე რაღაცებს. ისევე როგორც არგუსი, მაგრამ ომშია, ხო, მთელი ცხოვრება. აი დაახლოებით ესე. ხო. ხო, ანუ კაცი რომელსაც უნდა რომ სახში იყოს, ომშია. ანუ თვისობრივი მიდრეკილება, ბუნებრივი სულისმიერი მიდრეკილება აქვს რომ სახში იყოს და ომშია და ეს ძაღლიც ანუ თვისობრივი მიდრეკილება აქვს რომ მონადირე იყოს, მაგრამ დარაჯია. და მაგით გვანა. ხო, სარკისებური ის არის რა ქვია. ეგ არის ბედისერა გადაედება, ხო? ბედისერა გადამდებია. ანუ წინა ყველაფერი არის წინასწარმეტყველური. გადამდები რას ნიშნავს? ანუ სარკისებური ანარეკლები ჩნდება რა. შენს ირგვლივ, შენი ბედის წერის. შენ თვითონ რო დაინახო, შენ ვერაფერს ვერ დაინახავ როგორც პერსონაჟი. სამყარო ეგრე ფუნქციონირებს. არაფერი მკითხველმა რო დაინახოს, სამყარო ეგრე ფუნქციონირებს. იმიტომ რომ ევმეოსიც ხო სარკისებული ანარეკლია. ვისი? ოდისევსის. რანაირად? მისი აბსოლუტური ოპოზიციური წერტილია. ევმეოსი არის ოდისევსის ოპოზიციური წერტილი. კი, და ეგ სულიად ცხადია მის ევმეოსის იმაში არა მოსასხამში არ იძინებს პირველ ღამეს როცა სახში ჩამოდის. მაგის განსახიერებაა ეგ? მათ შორის ხო და იქ აქამდეო ასეო ტყილად არასდროს არ ძინებია და ასე მშვიდად არასდროს არ ძინებია და ეგ პირდაპირ რა ეს არის რაღაცნაირი ერშმაგი გაქიქილი და გათახსრებული კაცი ის არის რაღაც გულუბრყვილო და რაღაცნაირი ეს არის არავის დამჯერი ის არის სულიად დამსჯერი ეს არის ღმერთების რაღაცა მოდი შეუჩიჩხინეთ ღმერთებს ის არის რომ რაღაცა იქ ვიღაცა რომ მოვა და ვიღაცა რა ერთი საინტერესო სავარაუდოდ გადაცმული პერსონაჟი რო გამოუვლის და რა დაუწყებს ლაპარაკს ოდისევს ჩამოვა ესე თქოს რომ მეტაინერებს არ მიშლიდა რა ან ჩამოვა და არ ჩამოვა და შენ სტუმარი ხარ და მოდი გაჭმევა ზევს მახო თქვა ამიშობა ეს არის რომ მოვიხვეჭეთ და წავართვით და ის არის რომ რავი რა ღორები ყავს და ქვეყანაზე ეს არის რომ იქ არის ჩასული რაღაცა და იქ გახსნის ცნობილი მონოლოგები ამისი რომ ადამიანი როგორ უნდა აღიქვამდეს სამყაროს რომ რაღაცა ისინი არ მოგზაურობენ და უნდა მოგზაურობდე და უნდა სწავლობდე და სამართალი არ აქვთ და ადამიანების თანასწორობა და რაღაცებს რო იძახის ხო ციკლობებთანაც ციკლობების ამბავს როცა ყვება ხო და ამისთვის არაფერი ეგეთი არ არსებობს ეს არის კაცი რომელიც არ აინტერესებს არც დროს ომი აინტერესებს სამყარო რა ხელა არ აინტერესებს ღმერთების ნერვის მოსვლა არ აინტერესებს მომხეჭებობა არაფერი არ აინტერესებს შეუძლია წავიდეს და მაინც რჩება ის თავისთვის დღეში არაფერი რა საერთოდ არაფერი და არის ერთადერთი კი არა არის პირველი კაცი ტექსში მე არის ანუ მამის გარდა ერთადერთი ესე შეგვიძლია ვთქვათ სადაც ოდისევსიც გულწრფელად ცდილობს რომ მიახვედროს გულწრფელად ცდილობს რომ მიახვედროს რომ ოდისევსია და უბრალოდ კი არ გამოცდის არამედ და ეს სიხარული ეტყობა და მან შეიძლება გაჩნდეს ლოგიკურად კითხვა რომ რატო არ ეუბნება მაშინ იმიტომ რომ ოდისევს როგორც ეჭვიან სომოთ ცუდი აზრით არ ვამბობ ახლა ამას არ ჯერა რომ ამას არ შეეტყობა რომ ოდისევსი ჩამოვიდა რომ შეეტყობა და გაიქცევა და მოუყვება ან პენელოპეს მოუყვება ან აერთად გაიქცევა და იქ ხო ისიც ტელემაქე რო ჩამოდის იქ ეუბნება რომ ბაბუაში ნახე ჩადიეტი კაი კაცია ის მიხედეთ იმ კაცს čo რა ვიცი რა გავა ლაერტე მაგარი ხო მე ძალიან მიყვარს ევმეოსი მე თქვა მეკეთება მაგ კაცს ეგ ხო ეგ სოფლიო ლიტერატურის შედეური პერსონაჟია წარმომავლობა ხო რაღაც იქ კი სამეფო წარმომავლობის ზედაპირზე კიდე აიქონათ ხო ხორებს უნდა მიხედოს არ აინტერესებს არაფერი დედამიწის სურს მანდაც ჩანს მაგის ბუნება რომ არჩევა ანუ რეალურად მან ეგეთ მდგომარეობაში არ დაბადებულა დაიბადა ხო საერთოდ სხვა სამყაროში გამერე აღმოჩნდა აქ კი ხო მაგრამ ის არის რა ამ ჩვენ ენაზე რა თქმა უნდა არჩევანი იქნება მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ მათი თვისობრიობის გამოხატულებაა მეტი არაფერი
ჩემი წარმოდგენით ემოსი თავის მარადებულად მოსიქნის და რჩება არის. ხო, რა თქმა უნდა, იქ ხო არის თან საცხოვრობს ხო, ვიცით რომ აი გამოქვაბულთან სადაც საიდანაც ღმერთები გადადიან და გადმოდიან და ტყეში და მაგრამ სინამდვილეში ყველა პერსონაჟი ეგეთია ხო, ყველა ეს დიდი პერსონაჟი ვინც არის, იქნება ეს კალიფსო, იქნება ეს ცირცე, თუ კი როგორ არის ჩვენთან მოდაში, როგორ თქვა, ხო, მაშინ ცირცე თქვა, მე ცირცე მიჩემ. ესე რა ქვია, ხო, ცირცე როგორიც არის თქვა, ჰადესის ეპიზოდი და მისი შეხვედრა თავის მეგობრებთან რა. მენელაოსის და ელენეს პერსონაჟებიც მაგით თქვი თავიდან ლარო ეს ტინი ჩემთვის გულწრფელად რო თქვა იმდენად ოდისევსის ამბავი კი არ არის მთელი ასე ვთქვა სიამოვნება და საინტერესოობა ჩემთვის არის აი ეს მეორე ხარისხოვანი პერსონაჟების აბსოლუტური სიდიადე რა აბსოლუტურად სხვა შორის მკითხველის განმოსახედიდან ამბობ ხა მე და ჩემი ახლობელი ვლაპარაკობდით ერთ ადამიანს ჩვენ ნაცნობს არ ისმის ოდისეა და არა უშავს კითხე ნუ რატო არ ისმის ჰამლეტს გაიგებს ჰამლეტი ესმის ძალიან კარგად და მითხრა ჩემ ნაცნობმა რომ ის საკმარისად თავდაჯერებული ვერ არის და თავი ნაკლებად ცოცხალი გქონია ვისზე კითხა ვისაც ოდისე არის მის მაგაზე და მაგედან ეგეთი აზრი დამება და მე რომ თუ კითხვის პროცესში წარმოდგენა არ გაქვს საკუთარ თავზე რომ ისევე შეძლებს საკუთარი თავის გამოხატვას, როგორც კაკმინიმუმ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები ან ოდისეუსი ახერხებს. მაშინ ხომ უღამი არ აქვს, ანუ აზრი არ აქვს შენ თუ ოდისეუსს. არა, ეგრე გამოხატვა როგორ უნდა შეძლოს თანამედროვე ადამიანმა, მე არ. ვისაც ეგრე გამოხატვა შეუძლია, ალბათ ის არასდროს არ წაიკითხავს ოდისეას. რატო? რავი, ალბათ კითხვა არ ეცოდინა. არ ეცოდინება? შეიძლება. ანუ მე არ წარმოვიდგენ. არა, სერიოზულად ლაპარაკობ, იმიტომ რომ მე არ წარმოვიდგენია განათლებული ადამიანი, რომელსაც შეეძლება, რომ ავი ალბათ თითზე ჩამოსათვლელი, ავი. მე არავის არ ვიცნობ, უბრალოდ. ეძლება ისე გამოხატოს საკუთარი ოდისევსის მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები. ამ პერსონაჟები როგორც ახერხებენ თავის მაქსიმალურ გამოხატვას. ხო. რა თავიანთ განათლებული ადამიანი არ წარმოვიდგენია, რომ ეგრე მოახერხებს. დღეს თუ ზოგადად? ზოგადადაც და დღესაც. სურვილი არ იქნება თუ ფიზიკურად ვერ შეძლებს. არა, აი ამ ეს განათლება ხო რა არის წესით გამონაკლისის შემთხვევებში შევიგერო სხვანაირად შეიძლება იყოს. განათლება რას იწევს წესით ხო ამ რაღაც ტიპის განხეთქილებას მესა და მეს შორის. კაი, ხო. ხო და არ უნდა იყოს. ხო, მაგით ვთქვი რომ ძალიან მომწონს ეგ მოდელი რო არის. ავტომატურად უნდა გადაილახოს ეგ სხვარი. თვით გამოხატვის სხვარი. ანუ სხვარი რომ ის იქითაც აბსოლუტური თვით გამოხატვა იწყება. ვერ უნდა აცნობიერებდე მაგას რო გადალახავ? მაგას გულისხმობ. ხო, ან თუ აცნობიერებ რანაირად ლახავ. აცნობიერებ ხო. და შეიძლება რომ აცნობიერებდე რომ თეორიულად ალბათ შეიძლება მე არ მინახავს არავინ უბრალოდ თორე კი არაფერი. და თუ განათლება გაქვს მაგის გულის გადალახვა, იმიტომ რომ გაუნათლებელი ადამიანები ხალხს ცუდად კი არ ამბობ პირიქით. ძალიან კარგად ვამბობ. ვინც მინახავს რომ აი ოდისეოს პერსონაჟი გამხსენებია, ყველამ რთულად იცოდა წერა კითხვა. ეს ისტორიები ხო, რთულად ხო, არა, რთულად იცოდა წერა კითხვა. მეც ნესმის, მაგრამ არ მინდა რომ ეგრე იყოს. არა, ხო, მე მგონია რომ პირიქით ვისაც ოდისე ჩემი რწმენით არის ბედნიერი ადამიანების ციგნი და ამიტომ ძალიან თანამედროვე სამყაროში ბედნიერი ადამიანი ცოტაა. ძალიან. და ბედნიერებისკენ მიდრეკილებაც ცოტაა. ანუ შეიძლება კონდეს ეს მიდრეკილება და რაღაც იმ ცხოვრების კონკრეტულ მომენტში არ იყო ბედნიერი და ცუდად იყო ეს გასაგები. ამიტომ თუ დაუკვირდებით, ხო, ძირითადად უბედური ციგნებია მოდაშიც და იმ ციგნებს კი არ ვაკნინებ, ცხადია რომ გენიალური ავტორების დაწერილი ბრწყინვალე ნაწარმოებებია, მაგრამ იყო უბედური უფრო იოლია. ხო. დღეს თუ საერთოდ ყოველთვის ამ დროშიც? ამ დროში არ ვიცი, მაგრამ აი ქრისტიანულ პერიოდში ან განსაკუთრებით თქვა აი რენესანსის შემდეგ პერიოდში, რაც ჩვენ ლიტერატურული აღწერებიდან ვიცით, ახლა ცხოვრებაში რა ხდებოდა, არ ვიცი. იყო უბედური უფრო იოლია.
ან თვითონ იმისთვის კი არა იოლი ვინც უბედურია, მაგრამ უბედურების მიღწევა უფრო იოლია ვიდრე ბედნიერების. მაგას გარდა რაღაც გარემო ფაქტორებისა შინაგანი მიდრეკილება ჭირდება. ჩემი აზრით რა თქმა უნდა. და ეგ განასხვავებს თანამედროვე პერსონაჟებს თუ ადამიანებს ამ ხალხისგან? სინამდვილეში თანამედროვე პერსონაჟები სხვა არიან ოდისეას გავლენით დაწერილები, ხო? ანუ არაპირდაპირ გავლენას გულისხმობ, ანუ როგორც მოდელს. ხო, მოდელი სამყაროს მოდელს, ხო? გავლენით დაწერილები არიან და ისინი ბედნიერები არიან. ბედნიერები რა გახრებული პირდარბიან აღმადაღმა, უბრალოდ ბედნიერები იმაზით, რომ სამყაროს არსებობის აბსოლუტურ სისავსეს შეიგრძნობენ. მაგრამ არცად არ წამიკითხავს, რომ რომელიმე ნასწავლი კაცი შვებოდეს, მაგას ყველა არის რაღაც ამერიკის დასავლეთში მოსიარულე ვიღაცა კაცი, ვიღაცა რაღაც არის ბამბის პლანტაციაში მუშაობს, ან რომელიმე სამხრეთულ ქალაქში ცხოვრობს, ან რა ვიცი იტალიის სანაპიროებზე მეთევზე, ან ეგეთი ხალხია რა. იტალიის სანაპიროებზე მეთევზე რო ხარ, კაი. ანუ როდესაც შემოდის ხოლმე ის რასაც ამოთარ როცა განათლების ფაქტორი შემოდის იქ თხრობა უფრო მისტიკური ხდება ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ლიტერატურაში ესია ანუ მისტიკურობის მნიშვნელობა იზრდება და აქ იმიტომ ეს ტექსტი სხვანაირი რომ მისტიკურობა არ არის ხო თლიანად რეალისტურ ჩარჩოში თხრობის რეალისტურ ჩარჩოში ჟდება ისიც კი რაც მიღმიერია აბსოლუტურად ხილულია აბსოლუტურად ესეთი ყარი და ხელის მოკიდება შეიძლება ხო მის და განათლების ნაწილში უკვე აღარ შეიძლება ბედნიერების კონტექსტში მე მგონი მან არის ერთი ის აი როცა თხრობა გადადის უკვე ოდისევს კალიფსოსთან რო არის მან მე მგონი დილემაში არის ოღონდ დილემის გაგებით რაც ანტიკურობაში არის ანუ რომ აშკარად ჩემი აღქმით არ არის მან ბედნიერი ბოლოს აი ზღვის ნაპირზე რო არა პერსონაჟები არ არიან ბედნიერები კაცო აბა ანუ პერსონაჟებმა კი არ იციან რომ ბედნიერები არიან ხო ბუნებრივად ეგრეა ანუ რაღაცნაირი აბსოლუტური სისავსის მდგომარეობა რომელიც აღიქმება როგორც ღვთაებრივი. ხო. და შესაბამისად ჩვენ ენაზე თუ თარგმნით ბედნიერი. არ პერსონაჟმა არ არის ეგ საჭირო რომ იცოდეს. აფერ საჭირო არ არის ეგ. ხო, მაგრამ განცდის დონეზე ხო? არა. არა, ცოდნას არ გულისხმობ. აი სამყარო მიცის. აი ოდისევს რო ზღვის ნაპირას ზის კალიფსოსთან კუნძულზე. რომ მოთქვამს. მან რა აბა როგორ ავხსნით? რას? ანუ ბედნიერებას არ მოისაკლისებს მან ღვთაებრიობას, ან აღარ მობეზრდა მან ყოფნა? ხო, რა თქმა უნდა. ხო და რას განიცდის მაგ დროს? ველურია. ხო, აი მაკეთ მაგრამ უყურეთ თქვენ ხო მან და უნდა გაუგოთ ოდისევს. არა, ცხადია. არა, სხვა რამის მომო. უყურეთ თქვენ ხო როგორც მკითხველის წყალებში მოვალეობა ის არ არის რომ მაგ ეპიზოდში გაუგო ოდისევს. შენ უნდა წარმოიდგინო შენ უნდა გაუგო ოდისევს წამოსვლისას. და ეს წამოსვლის აქტი, უკვდავებაზე უარის თქმის აქტი, სახლში დაბრუნების სურვილი და კალიფსოს მხრიდან სიყვარულის უგულებელყოფა ერთ მთლიანობაში უნდა წარმოიდგინო. ოკეი. და მან თუ რაც არის ნო ხო აბსოლუტური ის არის რა რაღაცნაირი უნებლია ამიტომ არის რომ პერსონაჟები არაცნობიერებენ საკუთარ არსებობას ეგრე არ შვებიან ესენი. ერთი ნესტორია რომელიც და ის ბძენია და იმას არაფერი აღარ შეემთხვევა მორჩა ის ბძენია გასხივოსდა. დანარჩენი ყველა არის აი როგორც ელენეს ეპიზოდში ხო წინვალე გენიალური ეპიზოდი რომელიც ცხენის ეპიზოდი რომელიც არის სადაც ელენე გაცილებით შთამბეჭ დავიავიდრე ვთქვათ ჩემი აზრით ილია და შეათლიანად თავიდან ბოლომდე სოლების ხმით რო ხო ეძახის და რატო ეძახის და რატო მათო ბევრი ინტერპრეტაცია ხო მანდარა ზოგადად მაგ ქმედების ბევრი ინტერპრეტაცია მან რო თითქოს ეს არის რა ქვია მაგას
ვერაგული განზრახ ხარო ესენი რაღაც იქიდან გამოიტყუოს ხო და ასე შემდეგ. მაგრამ აბსოლუტურად ცხადია რომ გლოვობს ის ნემის ახსნა არ მესმის კულტურულად გითხრათ იმ ვერაგული განზრახის ახსნა არ მესმის. აბა როგორ ხსნით? რა? მაქმედებს. დატირის და ეძახის. დატირის? ხო. ხო, მაგრამ ხო შეიძლება რომ გამოსულიყვნენ ეგენი. ხო, მაგრამ ხო იცის რომ იქ არიან, არა. ხო იცის რომ იქ არიან ტექსტში ესეა. და მაგიტო მას გონია რომ ისინი წავიდნენ მიატოვეს და ეს ცხენი დარჩა. მაშინ აი კალი გამოდის. დიადი. ხო და მე ის მომენტი მაინტერესებს, იმიტომ რომ საკვანძო მგონია ამ წიგნში რომ ოდისევსი რატო მოდის კალიფსოდან რა. აი რატო სახში უნდა. ანუ უკვდავებაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც არსებობს მისთვის. სახლი. აი მარტო ოდისევს აქვს თუ არა, მამაზე როგორც იყო სახლის იდეაზეც ეგრე არის, ანუ პერსონაჟების რაღაც რა. მამა მისთვის ასოცირდება, არა. მამა მისთვის ასოცირდება სახლთან, ანუ უბრალოდ სახლი ასოცირდება მამასთან, არის ხე რომელი. ხო, უფრო სწორი იქნება. აი ეს ლაპარაკი იმაზე რომ რაღაცა სამშობლო და ლაპარაკი იმაზე რომ არის კაცოლიშვილი და რაღაცები არასერიოზული. ტექსტიდან გამომდინარე არასერიოზულია და ისე რაც გინდა დავაბრალოთ კაც. ჰადეშის ხო მანჯერ. ხო, ჰადეშიც მაგას კითხულობ. ანუ ცოტა სხვანაირად თუ ვიტყვით, სადაც ბავშვობა არის დაკავშირებული, შეიძლება ეგრე ხო, ნუ პირდაპირ ეგრეა კი. მაგრამ მგონია რომ არა მხოლოდ ბავშვობა, არამედ აი რაღაცნაირი განცდა საკუთარი ალტერნატიული სიცოცხლისა. ოდისევს ხო ეგეთი სიცოცხლე უნდა და ბაღი მოიარა. მისთვისაც განცდა. პირადი სამოთხის მდგომარეობა? პირადი სამოთხის კი აი ძალიან სწორი შენიშნე. ხო. აი მაგ მომენტ ეგ არის ჩემთვის საკვანძო მომენტი ოდისევსის პერსონაჟში რა, როტოვებს. ხო, ცხადია, სინამდვილეში ხო მან შემოდის ოდისევსის პერსონაჟი ტექსტში. ხო. იქამდე არც არის, იქამდე რაღაც ხალხი და რაღაცებს იძახიან. ხო, და კიდე მეორე ეპიზოდი არის, როცა ის ტირეზია რო ჩადის შადეში, ხო. და მანდაც ძალიან კაი თავი არის ეგ. დიდებული. და მახსოვს რომ საკუთრებით ის მიცვალებულების ნაწილი იქ. არა, სხვა ეგ გავიგე კაცო ის მეგობრებთან შეხვედრა და სული რომ მომდიოდა გავიგე. ხო, აი კომანდან არის. არა, მე ვიძახი მიცვალებულებთან სანამ ტირესიასი უმკითხავებს იქამდე ეპიზოდს. მან რა ხდება ზუსტად არ მოუშვებს? ხო, აი ეგ რო არ უშვებს და ხმალს რო იქნებს და ეს რეაქციები რაც არის. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია. სინამდვილეში მაგ ეპიზოდში რა ტიპის სინამდვილეში მაგ ეპიზოდს ეხლა ცოტა რაღაცას ცოტა არ ვიცი მე რაღაცას ვიტყვი რა მოგვდება მე ის კაცი ამ ტიპის ტექსტების ტრაგიკულობა ამ ტიპის დიდი ტექსტების ტრაგიკულობა მათ შორის მდგომარეობს იმაში რომ ისინი შეიცავენ რაღაც ეპიზოდებს რომლებსაც განუზომელი გავლენები აქვთ მსოფლიო ლიტერატურაში მაგრამ ამას იშვიათად ახსენებენ ხოლმე. ანუ მთლიანად ტექსტზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ, მთავარ პერსონაჟის ინტერპრეტაციებზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ და იქ რო შეიძლება რაღაცა ეპიზოდი იყოს, რომელმაც შეიძლება 1000 წლეულების წარმოდგენები განსაზღვროს. ხო, ეგ ისეთი რამეა რა. სხვანაირი ძალის მატარებელია სინამდვილეში. რომ ოფელიას სიკვდილის ეპიზოდი შეგიძლია ახსნა ჰადესში მის ჩასვლით, რა ქვია. ოდისევსის ჩასვლის ეპიზოდით და ნუ ახლა იმიტომ რომ მაგ ეპიზოდს თუ იგებ, მე ყველა სიკვდილს იგებ აბსოლუტურად ყველა სიკვდილს იგებ მთელ ანტიკურ ლიტერატურაში. აი, ხო, მე მაგ კითხვა რომ როგორ ხსნით ესე ვთქვათ და ოფელიას სიკვდილს მაგალითად ამ ეპიზოდით. ანუ ამ ეპიზოდით როგორ იხსნება ეს? ყველა სიკვდილი იხსნება აბსოლუტურად რა, იმიტომ რომ ეს არის პირველი მნიშვნელოვანი
სიკვდილი ხო ლიტერატურაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ანტიკურშიც და არა მხოლოდ ანტიკურშიც. და შესაბამისად სიკვდილის ბუნების შესახებ ჩვენ რაღაცები უნდა ვიცოდეთ რა. როგორ წარმოუდგენია ლიტერატურას სიკვდილი. ხო და აქ ძალიან ცხადია როგორ წარმოუდგენია თავიდან ბოლომდე არის ახსნილი ნაჩვენები ფიზიკური თვალსაზრისით. და შესაბამისად მე ამ ლოგიკით რომელიც აქ არის გამოყენებული ნებისმიერი სიკვდილი იხსნება რა. აქილევსის მის რო არის მან კომენტარი არა, ხო, არა, მე იქ დაზუსტებებია, ცხადია, ხო, რა თქმა უნდა, იქ აგამემნონის, აქილევსის, აიამპის ელემენტები, ხო, ისინი იმაშობიან, რა თქმა უნდა. თავი პრინციპი არის ეგ, რომ სიკვდილის მახასიათებელი რა არის. ანუ რა ხდება იმ ქვეყნად ესე რომ ვთქვათ, რა. ხდება ეგეთი რამე, რომ სულებს მიყვებათ ან თავარი ემოცია რომელიც მათ ჰქონდათ ან უკანასკნელი როგორც ეს ეგეთი და იგივეა ხოლმე და პლუს ამას ადამიანებს მიყვებათ ადამიანებს კი არა სულებს მიყვებათ საკუთარი ხორციელების განცდა და აი მე მთელი ისა რა ქვია რომ მიყოლია ცოტა ხნის წინ წავიკითხე მეც თქვენთვის მოგიღებით მაშინ დანტე ალიგიერის ჯოჯოხეთის ინტერპრეტაცია ჰომეროსის ჰადესის ეპიზოდის მიხედვით არ მოგიყოლება იყოს მოგიღებით აკუე სტუდენტებს ამოჭრები და ერთი ისეთია წინასწარ დავაწყოთ ოდიშიას ანუ მან ხო არის რაღაც ტიპის თანამედროვე ლიტერატურული თეორიები იმასთან დაკავშირებით მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით ვთქვათ ფიზიკურობის ელემენტი რატო არის ამდენად მნიშვნელოვანი ჯოჯოხეთის დანტე ალიგიერის ჯოჯოხეთის ნაწილში ან ჯობია იმაზე ვთქვათ ოფელიაზე პირდაპირ თქვენ კითხოს რომ უპასუხოთ რა ოფელიას სიკვდილი იმ ფორმით რა ფორმითაც ის ხდება სინამდვილეში ალბათ ერთადერთი კეთილი ეპიზოდია მთელ ჰამლეტში იმიტომ რომ გარდაცვლილ ოფელიას თან უნდა წაყვეს ის განცდა რომელიც მას მისცემს ბედნიერებას რომელიც მას არ ქონია ამ ქვეყნად ანუ შესაბამისად ოფელია იმ ქვეყნად არ უნდა განიცდიდეს ტანჯოს რომელსაც განიცდიდა აქ ბედნიერი წავა იმ ხო ბედნიერი წავა და ამიტომაც ეს სინამდვილეში ხო ოფელიას სიგიჟე მაგას ემსახურება ოფელიას სიგიჟე ემსახურება იმას რომ ოფელიამ თავი არ მოიკლას რომ შეშლილი ოფელია თუ თავს იკლავს კიდე მაშინ ოფელიას სიგიჟე ლიტერატურული თვალსაზრისით უფუნქციო გამოდის რაც ნონსენსი და სიგიჟე საჭიროა იმისთვის რომ ოფელია მოკვდეს ანუ საჭიროა იმისთვის რომ ოფელიამ თავი არ მოიკლას და მოკვდეს და პლუს ამას კიდე მოკვდეს არა იმ განცდით რომელი განცდითაც მან თავის ცხოვრების დიდი ნაწილი იცხოვრა არამედ იმ განცდით რომელსაც იმსახურებს ხო არამედ იმ განცდით რომელსაც იმსახურებს ძალიან კეთილი ამაშინ ხო ძალიან კეთილი ხო და იქ აი ეს ხოლის ეპიზოდი რომელიც თქვენ თქვით იქ არის ესე რომ ოდისევს აქვს ინსტინქტური ქმედება როცა ისინი მოკლედ იქ როცა სისხლით სავსე ორმოდა სანამ ტირესიას მოიყვა არავინ არ უნდა დალიოს თორე ტირესიას არ უწინასწარმეტ ყოველ შემთხვევაში ტრიცემ ესე გააფრთხილა და იქ არის ესე რომ შეშინებული ოდისევსი ამ სულების მოძალებით შეშინებული ოდისევსი იქნებს ამ და იწყებს ხმის ქნევას რაც თავის მხრივ უაზრობაა ხო სულები უსხეულო არსებები არიან შესაბამისად ახლა იქ მიხმარ რამდენი წმინდა მაგრამ აზრი კი არა და მთელი წყნვალება ამ ეპიზოდისა არის არა ოდისევსის როგორც სამხედროს ინსტინქტური რეაქცია, არამედ არის იმ სულების ინსტინქტური რეაქცია, რომ ეს რო ხმალს იქნევს, ისინი გარბიან, უკან იხევენ, იმიტომ რომ ეშინიათ რომ ეს დააზიანებთ და ეგ შიშია, ასე ვთქვათ, ფიზიკური ელემენტის ხმის მოხნევისა. გულისხმობს იმას, რომ მათ შეჩენილი აქვთ სხეულებრივი განცდა.
ეს ამავე სხეულებრივი განცდა შერჩენილი აქვთ, ჩანს დედის ეპიზოდში, თორე ისინი გადახცილ მე რო ჩაიხუტონ ერთმანეთს. ხო. და მე აი დანტეს ეპიზოდში ძალიან საინტერესო ესე იყო, რომელიც წავიკითხე. ხო, რამდენიმე ახსნა ამას, მათ შორის ქრისტიანული და ასე შემდეგ, ხო. და ძალიან ლამაზი და შესანიშნავი ეპიზოდებია, ის ახსნებია, თქვათ, დანტეს ჯოჯოხეთში რატო არის დაჯვა ამდენად ფიზიკური სახის. და მათ შორის შეიძლება ამაზე გავლენა ქონდეს აი ამ ცნობილი იდეას იმ ქვეყნად სხეულებრივი განცდის შენარჩუნების. გაინტერპრეტაცია წავიდი. ეხლა გავიგე ის კავშირი რა აქვს ოფელიასთან და იმასთან. ამის გარეთ მე უფრო ისე მოგიყვებით. ხო, დაწვრილებით. ჰამლეტის და ხო, ჰამლეტის ხო ოფელიას ეპიზოდი ძალიან კაფეოა რა. არა მანდ მთლად კაფეო არ არის რაღაცა წინასწარი დაშვებები. დაგჭირდება რომ გავაკეთოთ და გძელი და ესეთი სალაპარაკო არა. თანამონად ჩართულობა არის აუცილებელი მსმენელის. ჩემგან რაღაცა ნათქვამები შეიძლება პრინციპულად გაუგებარი იყოს ეს ერთი შეხედვით. კაი, ნელა წავიდეთ ბოლოსკენ უკვე და მოდი ტირეზიაზე თქვათ. ესე იგი, რას ეუბნება, რას უწინასწარმეტყველებს ოდისევსს? ოდისევს უწინასწარმეტყველებს, რომ ის დაბრუნდება სახლში და უწინასწარმეტყველებს იმას, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ ის წავა ირლის კიდე ბევრს, ოღონდ ამჯერად ხმელეთზე, განსხვავებით პირველი მოგზაურობისაგან და მე იქ შეხვდება ვიღაც ხალხს, რომლებიც მარილით შეძლებული ჭამადი არიციან და რომლებიც კითხავენ, რომ ეგ რა ბარი გაგიდიან უცხოელ მხარზე, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმდენად არიციან, რომ საზღვაო ნიჩაბს, ასე ვთქვათ, გემის ნიჩაბს და მიწის სათხილბარს ვერ არჩევენ შეიძლება ერთმანეთისაგან დაახლოებით ამგვარად, აბსოლუტურად არ აქვს წარმოდგენა სამყაროს მეორე ნაწილზე, ესე ვთქვათ. ზღვაზე, ხო, ოღონდ ნუ ცხადია ჩვეულებრივ ზღვა არ იგულისხმება ამ შემთხვევაში. ვთქვათ, ჩვეულებრივი ზღვაც იგულისხმება, მაგრამ იგულისხმება ის ღვინომუქი ზღვა, როგორც ქართულ თარგმანში. ხო, ეს მიღმიერი სამყაროს საზღვარი. და მაშინ ოდესევსი უნდა მიხვდეს, რომ მორჩა ყველაფერი, ჩაარჯოს ის ბარი, მაშინ რა ქვია, ბარია თუ ნიჩაბი, მაშინ რა ქვია, მაგას მიწაში და მერე დაბრუნდება უკან და მორჩება ყველაფერი. მაგრამ ეს მეორე ნაწილი სად არის? არის სრულიად გაუგებარი. ანუ ზღვის ოდისეასთან ერთად უნდა არსებობდეს მიწის. წესით უნდა არსებობდეს მიწის ოდისეაც კი. და ეს ზღვა არ უნახავს ხალხი, ნიშნავს, რომ ღმერთები არ უნახავს. ხო, წესით ნიშნავს ამას, ხო, იმიტომ რომ ღმერთების ადგილი იქ არის. ღმერთები არ არის ალბათ სწორი სიტყვა, მიღმური სამყარო. აჰა. ანუ დაახლოებით ციკლოპებიც ზღვაში არიან, ისიც რა ქვია მაგას. ლოტოფაგებიც ზღვაში არის, ყველა ზღვაში არიან რა. მე რომ მენტერს ანუ შეგვიძლია რომ ღმერთები და ბედისწერის ელემენტი ხო გავაერთიანოთ ერთმანეთს? არა. რატო? შეგვიძლია. ანუ აი ესეც რა კოდექსში ბერძნულში არ შეგვიძლია. ცალკე არიან და იმით. არა, ბერძნულში მესმის რომ ცალკე არ იქონან, მაგრამ მე ჩვენ რასაც ბედისწერას ვეძახით, ისინი შეიძლება რომ ასე ეძახდნენ. ხო, ოღონდ ჩვენ ცოტა სხვა რამეს ვეძახით, ცოტა კი არა, კაი გვარიანად სხვა რამეს ვეძახით ბედისწერას ბერძნებისაგან განსხვავებით. ანუ ბერძნული წარმოდგენით, ჩვენი წარმოდგენით ბედისწერა კლასიკური ყველაზე ტრივიალური წარმოდგენით ბედისწერა ეწინააღმდეგება თავისუფალ ნებას. ხო. მაშინ, როდესაც ბერძნული ბედისწერა თავისუფალ ნებას არ ეწინააღმდეგება. პირიქით არის ალბათ. ხო, აძლიერებს კი გამოხატვის საშუალებას იძლევა. და ღმერთებს და იმას შორის რა განსხვავება ბერძნულში? იქ ცალკე არიან, ღმერთებიც ემორჩილებიან. ბედისწერას? კი. ბედისწერის ღმერთები ყველაფერს განაგებენ. ეგრე არ მუშაობს. მე მეგონა რომ ერთი და იგივე იყო ღმერთების და ბედისწერის. არა, ცალკე არიან. ანუ ყველაზე ეგ ესქილეს ორმაში ძალიან ცხადია. აი ორესტიაში ხო ბოლო ნაწილში ოღონდ კოეფორების ნაწილში ძალიან ცხადია. მოგხსენეთ. აი სასამართლო რო არის და ის ცნობილი კამათი და ასე შემდეგ.
ლიტერატურული ფორმით უკიდურესად ცხადია, ხა გასაგები არ არის რაღაცა სხვა ცნობებიც, ზოგადად კულტუროლოგიური, ან ფილოსოფიური, ან რელიგიური და შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხო ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ და ლიტერატურაში ძალიან უკიდურესად ცხადია. ხო და აი ბედის წერის კონტექსტში ტირეზიუსი უწინასწარმეტყველებს, რომ აი შენი ბედის წერა არის, რომ დაბრუნდე სახლში. და ეს მართლაც ესე იქნება დაბრუნდება სახლში, მაგრამ მე მახსოვს, რომ იქ საკვანძო ეპიზოდი ჩვენ განვიხილეთ, რომ რაღაცა ტროას ცხენის პარალელური ეპიზოდი იყო მამამისს რო შეხვდება. აი ეგ რო ავხსნათ საერთოდ რა დატვირთვის მატარებელია ლაერტეს რო ხდება ოდისევსი, რატომ ხდება და იქ რასაც აკეთებს ლაერტე ეგრისი მეტაფორა თუ რა აზრი შეიძლება რომ იდოს მაგას. ეგ არის პირდაპირ მეტაფორა ილიადას დასასრულისა. ერთმნიშვნელოვანი მეტაფორა ილიადას დასასრულისა, ხო, ჩვენმა იცის ხო ეს მამის ტირილის ცნობილი სცენა და იცის რომ თავდება ილიადა, ის არ თავდება ისე როგორც თავდება ფილმები ილიადას შესახებ. ახლობით ესე შეგვიძლია ვთქვათ. და ამიტომ ეს არის რაღაცნაირი უმაღლესი აქტი. ან სინამდვილეში ტროას ომი მთავრდება მან ყოველ შემთხვევაში ოდისეას ავტორი აკეთებს ესე რომ ტროას ომი მთავრდება, როდესაც ოდისევსი არ მხოლოდ ამ ქვეყნად, არამედ იმ ქვეყნადაც, იმიტომ რომ ჰადესის ეპიზოდი ჩვენ ვიცით, სადაც ტროას ომში დამდურებული სულები ხდებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ ისინი იქამდე არ შეხვედრიან, ხო აგამემნონი და გიუსი და კი რაღაცნაირად ეს წერებიან იქეთმანაც, მაგრამ ნუ მთავრდება რა. დაახლოებით ესე და ეს ახალი ტროაც, რომელიც ეგრეთ წოდებული ტროა, რომელსაც ეს სასწრები მოაწყობენ, ისინი ჩადიანი იყვდებიან, ესე ვთქვათ, ნამდვილ ტროაში დაღუპულ გმირებს და მათ შორის არ არის კონფლიქტი, მათ ესმით ერთმანეთის და ახალობით ესე შეიძლება ითქვას რა. მიუხედავად იმისა, რომ აგამემნონი ძახის რა ოდისევს გაუმარჯოს ღმერთმა და კაცი ყოფილა. მაგრამ ამ დახოცილებთანაც არ აქვს არავის პრეტენზია, რომ თქვენ როგორ გაბედეთ რომ იქ სახლში. იმას დავხვდით ხო. ხო და ნუ ამბავი არის ეგეთი, რომ იქ სინამდვილეში ეს მამასთან შეხვედრის ეპიზოდში ერთადერთი ეპიზოდია, როდესაც ოდისევსი ვერ იკავებს თავს. ანუ ოდისევსის ერთ-ერთი მთავარი თვისება, რომელსაც ის განუწყვეტლივ გამოიყენებს და რის გამოც ათენას ალბათ უყვარს განსაკუთრებით ოდისევსი. არის ეს რაღაცნაირი თავშეკავების მომენტი, რომელსაც ხშირად უარყოფს იქ ტექსტის განმავლობაში ოდისევსი სხვანაირად ხშირად იქცევა. მაგრამ ყველაზე რთულ სიტუაციებში როცა არის, ხო, და განუწყვეტლივ მეორებს აი ხის ცხენის ეპიზოდს. ხო, აი ციკლოპის ეპიზოდში მეორებს მაგალითად ამას ხამშულობა ხის ცხენის შეჭრები თუ აკეთე მაგას ცხურის მუცელზე ამოეკრობი ხა და ისე ხო შესვლა გამოსვლის მომენტში ან ზუსტად იგივე მეორებს, როდესაც გადაცმული ჩამოდის სახლში, როცა შემოდის გადაცმული და თქვათ იქ აკვირდება ვითარებას და მე როცა თვითონ ჩათვლის საჭიროდ კონკრეტულ დროს დაესხმება, ასე ვთქვათ, თავს და დახოცავს სასიცოებს ხო. იგივე ნავზიკაის კონძულზე როცა აღმოჩნდება, იგივე თქვათ, როდესაც ტროაში შეიპარება და მე იქ ელენე იცნობს ხო, შენ ნამდვილად ეს რო თავს იკლავს რომ არა ის ოდისევსი მე ბატონო ჯუმბერი მქვია. ამ როში რო არის. ეს ჩაალოს და ეუბნება რომ წამოდი ახლა შენ დაგმან და მე ვილაპარაკოთ. მინარი ჯუმბერი და ვინარი. ანუ განუწყვეტ ერთ და იგივე გამოგონება არის რომ საკუთარ თავის პლაგიატია მოკლედ ეს კაცი რა. ხო. დიდი და გენიალური გამოგონება, მაგრამ ნუ ესეა. ხო და იგივე საკეთებს იმაშიც რა ქვია. მეღორესთან თავის შეხვედრისას რა, ცდილობს რომ არ გაამშყანოს თავისი ვინაობა და ჩუმად იმოქმედოს რა. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომ თავიდან ესე იწყებს, რომ რა ქვია მაგას. ჯუმბელი ისევ გადაცმულია, ხო, რაღაცა თითქოს ვიღაც კაცია, რომელიც ამბავს უყვება, რომ აი ოდისევსი იცი რა დაიღო, მაგრამ ამბავი ეგ არის, რომ ეს, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ტყუილი, როდესმე უნდა დამთავრდეს და რამ შეიძლება დაამთავროს. და ტექსტში არის, რომ ერთადერთი რაც ოდისევსისთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პერსონაჟია ილიადაში
ამის მიათედი მნიშვნელობა არ აქვს ცხადია ოდისევს, რაც ოდისეაში აქვს, იქ ეს მეორე ხარისხოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი შეიძლება ესე ვთქვათ. პერსონაჟი არასაკვირველია. ხდება ესე, რომ ის უნდა გამოვიდეს ცხენიდან. რაღაც მომენტში ის უნდა მიხვდეს, რომ ორჩატყვილი რა, რაღაცა უნდა უბიძგოს. აი, ელენე როცა ცოლების ხმით უბრალოდ რაღაც ხმებით ეძახის, რომელიც მაშინ ცხენში მჯდომებს ცოლების ხმა გონიათ. ხო, ეს ანიშნულოვანია, იმათ გონიათ. არ არის წინასწარ. არ ვიცი, ელენე არსად არ ამბობს, რომ თქვენ ცოლების ხმებით გეძახდითო. აი, ვისაც ესმის ისინი იყვებიან მაგას, რომ ჩვენ ცოლების ხმებით გვეცმოდაო და აგამემნონს გასაგებია, ვისი ხმაც ესმოდა ეს. აგამემნონი შეშია. მენელაოს სრულად გასაგებია, ვისი ხმაც ესმოდა, მაგრამ დანარჩენებს რა ესმოდათ, მე არ ვიცი, ხო და ოდისეაში არ არის ეგრე. ხო და იქ ხო ომი იქ ხო ისინი რო ცხენიდან გამოსულიყვნენ, ომი ხო ეგრევე დამთავრდებოდა. კი. ანუ ისინი დაიღუპებოდნენ ულაპარაკოთ, ანუ ომი რჩება. გასაგებია რომ სხვა შედეგით, მაგრამ ომი რჩება. და ამ შემთხვევაში ომი უნდა დამთავრდეს. იქ ვერ დამთავრდა. იმიტომ რომ ისინი თუნდაც ცხენიდან არ გამოვიდნენ. ის ომი დამთავრდა და მერე გაგრძელდა მათი ამბები, ხო, განუწყვეტლივ გასაგებია ეს რატო ხო ეს ამბარტანების ცნობილი. არაკეთილ გუნიერებს ეწოდებული სოციალიზმში ამბარტანება. სორაბ კიგნაძე როგორც ამბობდა, ხო, გაბუდაყების ცნობილი მოდელი და აქ მამის წრემა უნდა გამოიყვანოს. ოდისევსი ტროას ცხენიდან, თავის როლიდან, რომელიც მან ტროაში შეიძინა, რომელიც მისთვის ბუნებრივია, ცხადია, მაგრამ რომელიც განხორციელებაც და მიკერებაც, ესე, განუშორებელი მიკერება. ოდისევსის პერსონაჟზე მოხდა მხოლოდ ტროას ომის შედეგად, ასე ვთქვათ. ანუ აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ხვდებით, რატო წამოვიდა კალიფსოდან. აქ ხვდებით, მხოლოდ აქ ხვდებით, რატო წამოვიდა კალიფსოდან. ხოლო აქ. როდესაც ის ახსენებს საკუთარ თავს, მე მან ეხა ეს რო ვერ გაუძლებს და რო ეხუტება და მთელი ამბავი, ეგ ეპიზოდი ძალიან მიყვარს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ოდისევსის თვითიდენტიფიკაციის მომენტი. რომ სახში დაბრუნებულზე სხვებისთვის არის რომ ამას ფეხზე აქვს ჭრილობა. ხო, ევრიკლია ხო ეგრეთ ცნობს, რომ ამას ფეხზე აქვს ჭრილობა და უიშენ, ესე იგი ჩემი გაზრდილი ხარ. და პირველად მაგას ეუბნება ლაერტს. ოდისევსი, რომ ნახეო ფეხზე ჭრილობა მაქვს და ლაერტე ვერ ხვდება რას ეუბნება ეს. ანუ ვერ ცნობს ფეხის ჭრილობით. და რატო? იმიტომ რომ მისთვის ეგ არის მნიშვნელოვანი მოვლენა. მას მაგაზე არ უნერვიულია. მისთვის შვილი არ არის ის კაცი, რომელიც სადღაც წავიდა თინეიჯერობის დროს და სადღაც რა ბაბუასთან წავიდა თინეიჯერობის დროს და იქ ყორი დაეტაკა. ეგ არ არის შვილი რა. მისთვის მას შულთან სხვა კავშირი აქვს. სხვა ამბითი კავშირი აქვს. და მე ამიტომ არის რომ ესო უყვება რომ კაცო აქ რო დაგდევდი და ხეები რო იდგა და შენ რომ მე რო ზიბურღავდი და შენ რომ მითხარი რომ აგერო და თავი დამანები და ეს ლეყები შენი იყოს და ის ვაშლები შენ რო გაიზრდები კიდე იქ ხო ოდისევსი ხო ეგ არის თვისობრივი ელემენტი ოდისევსისა რომ ისი მახსოვ ღმერთები ხო მას მაგიტომ შეარჩევენ სინამდვილეში ხო მახსოვ ხო ხო მაგაზე ნაკლები ცოდული არ იყო არც ერთი ხა იქიც იყო და აქედან ვერ ამოშლის ხო ანუ მეხსიერება მას აქვს საუკეთესო ის ამბები უნდა ჩამოიტანოს და ყველაზე კაი კაცი ესაა იმ ამბების ჩამოსატანა ხო ანუ ზოგადად ხო როგორ არის რომ ზოგადად მეხსიერება ძალიან უყვართ სუბიექტური მეხსიერება ძალიან უყვართ ბერძნებს ძალიან უყვართ აი მე ძალიან მიყვარს ეს ქილი ალბათ და მგონია რომ ყველაზე დიდია ბერძენ ტრაგიკოსებში ხო ეს ცნობილი დავა თქვა ეს ქილესო ეს იმათ კებაკინგებაცა მე ვინა ვარ იმათ შვეში ვარ ეს უბრალოდ მე მგონია რომ ეს ქილეს სამყარო ყველაზე ახლოს დგას ჰომეროსის სამყაროსთან და პლუს ამას არის ყველაზე სწორედ ამ ახლოს დგომის გამოც
არის ყველაზე თავხედური და მამაცური ინტერპრეტაცია იმ სამყაროსი, რომელსაც ჰომეროსი აღწერს. იმიტომ რომ ევრიპიდეს სამყარო აღარ არის ისეთი, როგორიც ჰომეროსისა. სოფოკლეს სამყარო ჯერ კიდე თითქოს არის, მაგრამ ესქილესი ნამდვილად ის არის. ამიტომ ის არის რა ქვია. ჩემთვის როგორც ჰომეროსის მოყვარე ადამიანისთვის ასე ვქორდით. თავისუფალი ადამიანისთვის ესქილეს შემოქმედება არის ბუნებრივი, იმიტომ რომ ესქილეს მარტო ესქილეს და ჰომეროს შეუძლიათ ეგეთი უკიდურესი წერტილების არჩევა თხრობის დროს. ანუ აი როგორც აქ არის რა, რომ არჩევანი უკტავებასაა და ენერგიებს შორის. ისე არის იქ ტროას ომის დასრულებასა, ან ტროას ომს კი არა, სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავსა, რაც ტროას ომია და შვილის სიკვდილს შორის, ხო ისე კრიტანესტრას ცნობილი ეპიზოდი, როცა ის ტროადან მობერევ ქარს გრძნობს და რომ ეშვენება, რომ ახსენდება, რომ იწოდა ეფიერი. ხო, კოცონის სიმხურვალეს გრძნობს, იმამდე ჟაბერ კოცონის სიმხურვალეს არ გრძნობს, იმას გრძნობს, იმ ქარს გრძნობს, ოღონდ მის სუბიექტურ აღქმაში ეგრე გადათამაშდება და ავტორი გვეუბნება, რომ რომელი ამბავია აქ მთავარი, ის რომ ტროას ომი ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი სამყაროში მოხდა, თუ ის რომ ვიღაც ქალს შვილი დაეყუპა 10 წლის წინ. და თანაბრად და არის რომ 10 წლის წინ. იგივეა ზუსტად აქაც. ესე ობიექტური აღქმები ნაცვლდება ადამიანის წინა პლანზე წამოწევით. ოღონდ ისე რომ ეს ადამიანის პირადი განცდების და პირადი აღქმების წინა პლანზე წამოწევა სამყაროს უარყოფის ხარჯზე კი არ ხდება პირიქით. ხდება როგორც სამყაროს ბუნებრივი მახასიათებელი. და ისეთი მნიშვნელოვნად ანთროპოცენტრული მიმართება. ამიტომ მგონია რომ ეგ უკიდურესი წერტილები, ანუ რომელთა შორისაც პერსონაჟი უნდა მოძრაობდეს რა დახტოდეს. ხო, მგონია რომ აქ როგორც აი ეგ მიყვარს ზუსტად რა რომ ედის და ის რო ახსენებს, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ გახსენდა, პირველი რაც გახსენდა ეგ ახსენდა და სხვათა შორის ქრონოლოგიურად თუ შეხედავთ ეგ არის პირველი სცენა ალბათ იქამდელი სცენა ოცხოს ტექსტში არ არის, რომელშიც ოდისევს საკუთარი თავი ახსოვს და მაგით ოყვება მაგ ამბავს. ეგ ქრონოლოგიურად პირველი სცენა არ არის, იმიტომ რომ პირველი სცენა დაბადების სცენაა. რა დაბადების სცენაში ოდისევს საკუთარი თავი არ ემოცორებოდა. ბუნებრივი. აი იმ ტახის ეპიზოდს კიდე ის უკვე გვიანი თინეიჯერობაა კაც. ცხოვრება. ხო, ეგ არის რომ იმ ფეხს იმით უარჩენებს, როდისევს განცდა ევრიკლეამ ხო მაგით იცნო და ნუ მისი ფიზიკური ნიშანია ეს ეგი და სხვებმაც უნდა იცნო. ხო, აი სახლის. ხო და აქ არის რომ არა ამას და პირველს მაგას ეუბნება მექანიკურად, ავტომატურად მაგას ეუბნება. და ეს ვერ ცნობს საერთოდ და ეუბნება რომ რა ფეხი, ვინახარ, რა გინდა გადაიქიდა. ფეხი არა ის. მე ეს ეუბნება რომ გახსოვს და სულიად ჩვენ არ ვიცით ხა ასაკი ოდისევსი და რა ხმის იყო მაშინ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ რა ასაკის ბავშვი შეიძლება ეგ თქვი უთხრა რასაც აძოდეს უთხრა ხო არის რომ რავი რა 3-5-7 წლის ალბათ 7 წლისაც არავით არ შემთხვევაში რაღაცა ძალიან პატარა იმიტომ რომ ის ალბათ მუშაობდა იქ ყანაში და თოხმიდა რაღაცას და ბარავდა და ამან ტვინი წაუყო ეთყობა ფეხებში ებლანდებოდა და მან უთხრა რომ დამანები თავი და აი შენია ეს ყველაფერი არის შენი ოღონდ ეხლა დაჯექი აქ ჭრდილში კარგად მზე არ მოგადგეს დაჯექი იჯექი შენია რო გაიზდები იმ ვაზებსაც გაჩვენ და იქ ამბავი რო ახსოვს და ეგ არის ხო და ტექსტში მაგაზე უწინარესი ამბავი რომელიც ოდისევს ახსოვს არ არის ეგ არის პირველი ამბავი რომელიც ოდისევს ახსოვს ძალიან მაგარია ეგ რომ პირველი ამბით რომელიც ქრონოლოგიურად პირველი ამბით რომელსაც ჩვენ ოდისევსისგან მის თავზე ვიგებთ ჩვენ ვიგებთ ჩვენ ცნობთ ოდისევს ჩვენ რა ერთხელ დედამიწის ზურგზე მეტი ვერავინ ვერ ცნობს მაგით რა ვაზი და რა ლეღვი და რა ბაღში მუშაობა
იცი ფოლკნერზე ხო არ იქონია? უზარმაზარი ფოლკნერი არის. ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ფოლკნერი ხო ჰომეროსისტი. ხო. გასაგებია რომ თავიდან განსაკუთრებით ტექსტის დასაწყისში ცდილობს მოარიგოს შექსპირის და ჰომეროსის ეს რაღაცა თხრობითი ხაზები და ჩემი აზრით მწერლებს შორის მას საუკეთესოდ გამოსდის ეგ. მაგრამ მე მაინც გაუდის, იმიტომ რომ ვარიანტი არ არსებობს ეგ არ გაიქცეს. და უბრალოდ იქ მამა არ იქნება და ბაბუა იქნება და იქნება რომ აი ჰომეროს რომ ის დაეწერა რა ქვია, სახარება რომ ჰომეროს დაეწერა როგორი იქნებოდა და გამოვიდოდა ფოლკნერი. ამაზე მოგვიყვება კომენტარებში აუცილებლად. კაცი ლესავზე ხმაურდა. ვიდეოზე ინტერნეტზე. არა, მხოლოდ კარგ კონტექსტში, მხოლოდ დიად კონტექსტში, საერთოდ ძალიან კარგი შენიშვნაა. კი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ცხადია რომ ეს არის, ქვია, ანუ ქრისტიანობის არა რელიგიური, არამედ ანტიკური ანტიკური და თან რეალური ცხოვრებისეული, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მე ვინც ყველა მწერალი, ვინც ეგ გააკეთა, ანუ ვინც სახარების ტექსტის ინტერპრეტაცია ჰომეროსი არ იყო რა თქმა უნდა ერთადერთი, მაგრამ ვინც ეგ გააკეთა, ეგ ინტერპრეტაცია, რომ ქრისტიანობა მოიყოლებოდეს ყოფითი ამბებით, ყველამ ჰომეროსის გზა ერჩია. ყველა, იმიტომ რომ იქ ღმერთიც არსებობს, სამყაროც მთლიანია, ადამიანიც არსებობს და ადამიანიც გაყოფილი კია, მაგრამ ამ გაყოფილობაშიც მთლიანია. ეგ მოდელი ჰომეროსის გარეშე არ გამოდის, რაღაცნაირად მამამთავარია რა ლიტერატურის. როგორც იმ ცნობილ ხუმრობაშია, რომ ჰომეროსი არის ორი ყველაზე დიდი მკვლელიდან ერთ-ერთი. ხო. ვაიცო, მილიონჯერ მაყურებელი. არ მახსოვს ეხლა, მაგრამ ლიტერატურას ხავს ორი ყველაზე დიდი მკვლელი. ჰომეროსი, რომელმაც მოკლა მითოსი იმისთვის, რომ ლიტერატურა დაბადებულიყო, შექსპირი, რომელმაც მოკლა ლიტერატურა იმისთვის, რომ ადამიანი დაბადებულიყო. ხო და ამ ფრაზას მე პირველ ნაწილში ძალიან მომწონს. მეორეში თვალ არ ვეთანხმებ. ხედა, ხო, თუმცა ხო რა, თავი ეგ არის რომ ბედნიერი ადამიანების დასაკითხი წიგნია რა, ვარიანტი არ არის ეს არის. მაგას ვეუბნებოდი გუშინ კი არა, ეხლა რომ მოვედით უკას რომ ხამე გავათენით დასაკითხი რა, მაგრამ იმდენად გამისწორდა რომ ხო, არაფერი, ეგ დიაგნოზია უბრალოდ. ანუ ვისაც სამყაროს თლიანობის აღქმა შეუძლია ემოციურად, ვისაც მასშტაბის აღქმა შეუძლია, მოვლენათა შორის არსებული მასშტაბით შეუძლია სიამოვნება მიიღოს, ვისაც შეუძლია რომ ადამიანი კი არ გააკრიტიკოს, ან კი არ შეაფასოს, ან კი არ რაღაცა, არამედ აღიქვას მისი არსებობის რაღაცა თლიანი მოდული. ის ადამიანები არიან რა. იმ ადამიანების წიგნია ეს და ავიცი ხო დანარჩენებისთვის არიან სხვა მწერლები და სხვა ასევე არაჩვეულებრივი ხალხი, სადაც განშენილი უბედურად შეიძლება იგრძნო თავის დროს. სხვანაირი ლიტერატურაც უნდა იყოს რა. კარგად რო ხარ კაცი. დაკითხვის გაჯობია ეს. ოდისეას მკითხველებს უნდა გამოუშინოთ ცალკე ადგილი. კი, ოდისეას მკითხველები ცალკე ხალხია. გადავიდეთ. ხო, ეგ არის და ეგ. აი, მოვჭით. დამშვიდობოთ. მადლობა ხალხო, ვინც აქამდე უყურეთ და მოისმინეთ. და კიდევ ერთხელ გამოიწერეთ ჩვენი არხი. აბა მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. აგებთ. My horse, high on the coast, Caucasian mountains around